ასე იგი. წინ ყავს სკოლის მოსწავლეები საბავშვო უნივერსიტეტში და იმათაც რაღაცა შეხვედრებით მაგრამ იმათ აღარ უსუნდათ რომ ასე იგი არის რომ თანასწორ მდგომარეობაში ხარ. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გეტყვით რომ მოგწანდით შაბათზე. თუმცა ვიცი რომ დღესაც ბევრს ლექციები აქვს მე მგონი და ზოგიერთი ჩვენი მეგობარი, კლუბის აქტიური წევრი იმის გამო რომ ძალიან კაც მომთხოვნ პროფესორებთან აქვს საქმე, ვერაცნეს ლექციებს და ვერ გვესწრება ამის გამო. დღეს ჩვენ შეხვედრა გვექნება როგორც დაანონსებული იყო თქვენს ძალიან კარგად იცით ბატონ რატო პაპავასთან და მე მგონი მას წარდგენა არ ჭირდება. ქართულ მithumetes სტუდენტურ საზოგადოებაში ძალიან კარგად იცნობთ ის არა მარტო კარგი მეცნიერია მართლაც კარგად რო ვთქვათ არამედ ძალიან აქტიური საზოგადო მოღვაწეა და აი ყოველთვის მისი გამოსვლები ინტერესი იწვევს და სწორედ თქვენში რო გამოიწვია სტუდენტებში ასეთი ინტერესი ამიტომ თხოვეთ ჩვენ რომ ცოტა დრო გამოენახათ ჩვენთვის და შევხვდეთ დრო და მე მგონი უბრალოდ რომ მაინც ასე ვთქვათ რაღაც ჩარჩოშიც მოაქციოთ თავი ეკონომიკურ პრობლემებზე გვაინტერესებდა ასე რომ შევთანხმდით აი წინ სანამ მოვიწვევით ბატონ ლადოს და განსაკუთრებით ალბათ აი ამ განათლების რეფორმასთან ცნობილი გიადვალის კონცეფტუალთან თენუართან თუ ტენუართან დაკავშირებულ პრობლემები რაც არის ასე ვთქვათ და ის რა პროცესები რაც ერთი მხრივ ეკონომიკის ხრივ მიმდინარეობს საქართველოში, იმიტომ რომ ხელისუფლება ამბობს იზრდება მე მგონი დასაბრუნს ეკონომიკური, რა თქმა უნდა ოპოზიცია ალბათ სხვანაირად იტყვის და ამბობს კიდეც რომ მათ შემდეგ რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა თითქოს უკან მიდის ეკონომიკური ზრდა და რა ეშველება ქართულ მეცნიერებას, ასე რომ ვთქვათ. და მე მგონი შემდეგ აი როცა ბატონი ლადო მოგვახსენებს ამ ძირითად ასე ვთქვათ დებულებებს მე თავისუფლად თქვენც უფრო აქტიურეთ რომ ის კითხვები რაც იჭდება დაუსვათ ბატონ ლადოს. მე მგონი ძალიან კარგი იქნება თუ უფრო აქტიურად და არ ასე ვთქვათ რაღაც მორიდება კი მაგრამ არა ინტელექტუალური ასე ვთქვათ გამოვიჩინოთ ბატონ ლადოს მიმართ და დავკითხოთ რაც შეიძლება ძალიან ბევრი. ძირფასო მეგობრებო მოგესალმებით. ოდესაც ბატონმა ამირანმა დარეკა და თხოვა რომ თქვენ გაქვთ ინტერესი და სურვილი რომ შევხვდეთ და მომისმინოთ მე დიდი პატივი ჩავთვალე ეს შესაძლებლობა რომ გაგესალმოთ. ალბათ ჯობია მეც დავждეთ, იმიტომ რომ ჩვენში დრო შეზღუდული არ ვიქნებით და პირველი რაც მინდა გთხოვოთ თუ ჩემი საუბრის დროს თქვენ გიჩნდებათ კითხვა ან არ ეთანხმებით შემოსაზრებას ან გაქვთ თქვენი მაგალითი ხელით მანიშნეთ და ჯობია შევწყვიტო და თქვენ მოგისმინოთ მე ისევ გავაქცე ასე ჯობია ვიდრე შემოვინახოთ ბოლოსთვის კითხვები თუმცა ბოლოსთვისაც შეიძლება შემოვინახოთ იმიტომ რომ ნებისმიერი საუბრის დროს მნიშვნელოვანია რომ რაღაცა თუ კი იქმნება გარკვეული დისკომფორტი თხრობელსა და მსმენელს შორის ჯობია ეს თავიდანვე იქნეს ლიკვიდირებული რომ უფრო კარგად გამოვიდეს საუბარი. თანაც მარტო მე რომ ვილაპარაკოთ თქვენ რომ ისმინოთ, სულ თქვენს დაიღლებით და მეც დავიღლები. ამიტომ ჯობია რომ პერიოდულად ანიშნოთ და სურვილის შემთხვევაში ჩვენ ვისაუბროთ კონკრეტულად იმ კითხვაზე რაც თქვენ გაწვდით. საკმაოდ ისეთი არა მკაცრად ფორმულირებული არის ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა და მართლაც დავიწყებ ეკონომიკით გამომდინარე იქიდან რომ მე ეკონომისტი ვარ და არა მარტო იმიტომ რომ ეკონომისტი ვარ ალბათ ჩვენ იმის გათვალისწინებით რომ ყველა ეკონომიკით ცხოვრობთ და ეკონომიკაში მოღვაწეობთ მიუხედავად იმისა ვინ რა სპეციალობის არის და რა პროფესიისა.
ყველასთვის ისმება ერთი ასეთი მარტივი ფორმულირების თვალსაზრისით კითხვა, მაგრამ საკმაოდ რთული პასუხის გასაცემა. რა ტიპის ეკონომიკა გვაქვს, სად ვართ დღეს და შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა, მაინც საით მიდის ეს ჩვენი ქვეყანა. ან საით მინდა რომ წავიყვანოთ ეს ქვეყანა. 20 წელიწადზე მეტი გავიდა ძვირფასო მეგობრებო, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, თქვენ ახალგაზრდა თაობა ხართ. თქვენთვის ეს ყველაფერი უკეთეს შემთხვევაში ახმად იქნება თუ ნახავთ შესაბამის ფილმს, ან წაიკითხავთ შესაბამის ისტორიულ ნარკვევს ან რომანს იმ პერიოდის შესახებ, რომ წარმოდგენა გქონდეთ ის რა იყო. მაგრამ ჩვენ ეს ახლა ამ შემთხვევაში ნაკლებად გვაინტერესებს, უბრალოდ ჩდება მეორე კითხვა. 20 წელიწადზე მეტი გავიდა. სად ვართ ახლა ჩვენ? რა ტიპის ეკონომიკა გვაქვს? აი რა შევხედოთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ჰქონდათ, რომ აშენებდნენ კომუნიზმს, ეს კომუნიზმური სისტემა დაინგრა 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანი წლების დასაწყისში. ანუ საუბარი არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე. აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ქვეყნები შეიძლება პირობითად დავყოთ ორ დიდ ჯგუფად. ერთი ჯგუფი არის ლიდერი ქვეყნები და მეორე ჯგუფი არის აუტსაიდერი ქვეყნები. ხა რა კრიტერიუმით უნდა გამოვყოთ ეს ლიდერი? თუ ლიდერს გამოვყოთ ამ კრიტერიუმით, შემდეგ ადვილად ვხვდებით, რომ იმავე კრიტერიუმით მეორე ჯგუფი რატოა ქვეყნების აუტსაიდერი რა. ლიდერი არის ის ქვეყნები, რომლებმაც ის მიზნები, რომელიც გაჩნდა კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლისას, საბჭოთა კავშირის დაშლისას, ამ მიზნებს მეტაკლები წარმატებით მიაღწიეს. რა მიზნები ჰქონდათ? სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცება, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, იმ ძირითადი ფასეულობების დამკვიდრება, რომლის გარეშე თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოება უბრალოდ ვერ იარსებებს და როგორც შედეგი ეს ქვეყნები დღეს არიან უკვე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. რა თქმა უნდა, ეს კრიტერიუმი პირობითია, იმიტომ რომ შეიძლება სხვა ტიპის კრიტერიუმი მოგვეგონებინა, მაგრამ ეს კრიტერიუმი მეტნაკლებად გაზიარებულია იქიდან გამომდინარე, რომ თავიდანვე აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს და პოსტკომუნისტურ ქვეყნებს მე აღგულისხმობ გეოგრაფიული კომპონენტის გამო ცენტრალური აზიის ქვეყნებს, იმიტომ რომ ისინი გეოგრაფიულად ახლა ევროკავშირში ვერ მოხვდებიან. მართალია, გეოგრაფიულად ყაზახეთის მცირე ნაწილი ევროპაა, მაგრამ მაინც დიდად საეჭვოა, რომ თუნდაც ყაზახეთმა მოახერხოს ოდესმე ევროკავშირის წევრად გახდომა, ძალიანაც რომ მოინდომოს, იმდენად დაცილებულია ის ტერიტორიულად ევროკავშირს, უარაფერი თქვათ იქ არსებულ ფასეულობათა სისტემაზე. მაგრამ რეალურად სიტუაცია არის ასეთი, რომ შეხედეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, პოლონეთი, ჯერ ჩეხოსლოვაკია ერთიანი, მერე დაიშალა ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ესენი სულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. ანუ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. აქ პირველი ასეთი ჩნდება, რომ ხომ არ არის ეს იმის ბრალი ეს, რომ ეს სახელმწიფოები გარკვეულად უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ ვიდრე საბჭოთა რესპუბლიკები. საქმე იმაში გახლავთ, რომ საბჭოთა რესპუბლიკებს, რომლებიც შედიოდნენ საბჭოთა კავშირში, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები უბრალოდ არ გააჩნდათ. პოლონეთი იყო თუ უნგრეთი იყო, მათ სახელმწიფო ინსტიტუტები ჰქონდათ, კი, კომუნისტური ტიპის რეჟიმი იყო, კომუნისტური ტიპის პარტიები მართავდნენ, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტები ჰქონდათ, საზღვარი ჰქონდათ, მებაჟე იდგა, თავის ფულის ნიშანზე ავტომატიანი რუსი ჯარისკაცი ეხადა, მაგრამ სისტემა ხო არსებობდა. პრაქტიკულად შეიძლებოდა ახალი დიზაინით ვალუტის ჩანაცვლება, მაგრამ პროფესიული მომზადების კადრები და შესაბამისი ინსტიტუტი არსებობდა, მებაჟე ყავდათ, მესაზღვრე ყავდათ და ელჩები ყავდათ. ანუ მთელი რიგი ესეთი მახასიათებლები, რაც უნდა კონდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ამ ქვეყნებს გააჩნდა. თუ ავიღებთ საბჭოთა რესპუბლიკებს, ამ ქვეყნებს ეს არ გააჩნდათ. ამიტომ ამ ქვეყნებისთვის საბჭოთა კავშირის დაშლა და კომუნისტური რეჟიმის წხრევა ნიშნავდა არა მარტო დავუშვათ იმ ამოცანების წინაშე დადგომას, რომ
დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებული იყვნენ, საბაზრო ეკონომიკაზე გადასული იყვნენ და ასე შემდეგ. ამის გარდა მათ ჰქონდათ განსხვავებით დაუშვათ იგივე პოლონეთის თუ უნგრეთისაგან ამოცანა, რომ თვითონ ეს ინსტიტუტები უნდა შეექმნათ. და ინსტიტუტი რა არის? ხო, ეს არის გარკვეულად ის შეთანხმება, რომელიც უნდა იქნას გადატანილი ამ წერილობით სამართალში და შემდეგ შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც ამას განახორციელებს. სინამდვილეში კი შეიძლება გადმოწეროს სხვა ქვეყნიდან კანონი, მიაღებინოს შენ საპარლამენტო სტრუქტურებს და ამტკიცებინო ეს კანონი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ეს ამოქმედება. იმიტომ რომ ჩვენ არაერთი ასეთი კანონი ქონია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც ხაღალზე იყო და არ ამოქმედებულა, ან ამოქმედა იმის საწინააღმდეგოდ, რა იდეებიც იყო ჩადებული იმ კანონის ასამოქმედებლად. ამიტომ მარტო ასეთი ბრმა იმპორტი უცხოური კანონი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ინსტიტუტის შექმნას. ინსტიტუტის შექმნა ბევრად უფრო რთულია, იმიტომ რომ კანონის მიღმა არის ის ხალხი, ვინც ეს კანონი უნდა აღასრულოს. ანუ გარკვეული პროფესიონალიზმია საჭირო, მომზადებაა საჭირო, ამ ხალხის ჩამოყალიბებაა საჭირო. და გამოვიდა რომ თურმე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ჰქონდათ უპირატესობა საბჭოთა რესპუბლიკებთან, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით, რომ მათ სახელმწიფოები ჰქონდათ, ჩვენ სახელმწიფოები არ ჰქონდათ. მაგრამ თურმე ეს არ არის სრულყოფილი ახსნა წარმატების. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ მიდგომას უარყოფს ბალტიის რესპუბლიკების გამოცდილება. ისინი ხო საბჭოთა კავშირში იყვნენ, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, მათაც ხო არ ჰქონდათ სახელმწიფო ინსტიტუტები. მაშინ როგორ მოახერხეს მათ ყველა მომოცანის გადაჭრა, რაც ედგა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის და პლუს სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნაც უფრო ადვილად, ვიდრე ეს არის სხვა რესპუბლიკებში. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ახსნა არის ამის ახსნა სხვადასხვა მცდელობა, პირადად ჩემი ახსნა ასეთია, რომ პრობლემა უნდა ვეძებოთ ადამიანში. იმ ადამიანში, რომელიც ახორციელებს რეფორმას და ვისთვისაც ხორციელდება რეფორმა. მოგეხსენებათ სოციალური მეცნიერებები, განსხვავებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისაგან, უფრო რთულია, იმიტომ რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში კვლევარი დგას გარეთ, პირობითად გარეთ, კვლევის ობიექტისგან და აბსოლუტურად გარეთ შეუძლებელია რა, ის მაინც დედამიწაზე, ის მაინც ამ კოსმოსშია და ამ სამყაროშია, მაგრამ მიუხედავად ამისა, კვლევის ობიექტიდან ის არის გაყენებული და აკვირდება. სოციალურ მეცნიერებაში შეუძლებელია. ჩვენ თვითონ ვართ მონაწილე იმ პროცესების, რასაც ვაკვირდებით, თან აქტიური მონაწილე. ამიტომ წარმატება თუ წარუმატებლობა ამა თუ იმ ცვლილების დიდად არის დამოკიდებული იმაზე, ვინ ახორციელებს ამას. და მივადექით ერთ ძალიან საინტერესო რამ, გითხარით რომ ადამიანი. აქ თუ უფლებას მოგცემთ ერთ ქართულ ტერმინს მივაქცევ თქვენს ყურადღებას, ერთ ქართულ ტერმინს, რომელიც სწრაფად გამოიყენება. აი human resources ჩვენ ქართულად თარგმნით ადამიანურ რესურსად. ეს შეცდომა ძვირფასო მეგობრებო. ადამიანური ან არაადამიანური არის ადამიანის აქციები. ხოლო რესურსი არის ადამიანისეული. გვაქვს ჩვენ ასეთი ქართული სიტყვა, ჩემი გამოგონება არ არის, მე უბრალოდ ერთმა შესანიშნავმა პროფესორმა, რომელიც სამწუხაროდ ამჟამად ცოცხალი არ არის, მითხრა და ძალიან მომეწონა. უბრალოდ არ გამოიყენება. ყველგანი ჩვენ ვაკნინებთ ჩვენ ენაში არის ორი შესაძლებლობა, ორი სიტყვის ფორმირების. საქციელი ადამიანური, რესურსი, ფაქტორი, ადამიანისეული. აი ადამიანისეულ რესურსში არის სწორედ პრობლემა, რაც ხდება იმ ბალტიის რესპუბლიკებიდან განსხვავებით სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. კერძოდ რასთან გვაქვს საქმე? საქმე გვაქვს შემდეგ რამესთან. საბჭოთა კავშირის დროს იყო ასეთი მიზანი. კომუნიზმის მშენებლობა. და ამ კომუნიზმის მშენებლობის ერთ-ერთი სამი ამოცანა იყო, ერთ-ერთი ამოცანა იყო ახალი ადამიანის შექმნა. ახალი ადამიანი, რომელიც უნდა ყოფილიყო, არ ვიცი, რაღაც ისეთი ცოტა უფრო ფანტასტურ ზღაპრებში შეიძლება იყოს, ანუ ადამიანი, რომელსაც არანაირი კერძო არ ახასიათებს, ის მხოლოდ საზოგადოებრივია, ის ფიქრობს საზოგადოებრივი ინტერესებით, პერიფრაზი, ის ფიქრობს სახელმწიფო ინტერესებით და თუ ის ასე არ იქცევა და ასე არ ფიქრობს, მოდი დავსაჯოთ.
ხო? პირველი დავხრიტოთ თუ ძალიან აგრესიულია ამ კუთხით. გადავასახლოთ, იზოლაცია გავუკეთოთ და არა მარტო მას, მისი ოჯახის წევრებსაც. ახლა ამას მე შემთხვევით არ ვიძახი. ასე იყო სწორედ საბჭოთა კავშირის შექმნის საწყის ეტაპზე და ცნობილი ალბათ თქვენ ახლა ვიცი რომ ფაკულტეტზეც ვიმყოფებინ, დასავლი უნდა გქონდეთ ის ალბედიტი 30-იანი წლები, განსაკუთრებით 37 წელი, როდესაც ხდებოდა საზოგადოების წმენდა ყველა განსხვავებული მოაზროვნე ადამიანებისაგან. მაგრამ როცა ეს ხდებოდა საქართველოში, რუსეთსა თუ აზერბაიჯანში, მაშინ ბალტიის ქვეყნები ჯერ კიდევ არ იყვნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ამიტომ ისინი გადაურჩენ ამ წმენდას. ანუ პრაქტიკულად, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, აღმოჩნდა, რომ უფროსი თაობა ბალტიის ქვეყნებში იყო ის თაობა, რომელიც ახალგაზრდობაში ჯერ კიდევ დამოუკიდებელ ამ ქვეყნებში ცხოვრობდა. ანუ მათი მენტალიტეტი უფრო ჯანსაღი იყო, ვიდრე ის იმ საზოგადოების მენტალიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდა სხვა რესპუბლიკებში. იცით რა ხდებოდა უნივერსიტეტებში პირდაპირ ასეთი უნივერსიტეტის თემებსაც უნდა შევეხოთ, ხო? იმ ეპოქაში იყო ასეთი, რომ ყველა ეს პროფესორა, ეს არის ბურჟუაზიის პროფესორა, ისინი ასწავლიან ცუდ, მნიშვნელობა არ აქვს სოციალური მეცნიერებები თუ საბუნებისმეტყველო. ამიტომ ისინი ყველა ან გაგდებული იყვნენ, ან ლიკვიდირებული იყვნენ სხვადასხვა ფორმით დასჯილები და შეიქმნა წითელი პროფესურის კურსები. რამდენიმე თვეში ამზადებდა პროფესორებს. აი ახლა როგორც ვარდების რევოლუციის შემდეგ რამდენიმე თვეში პოლიციელები მომზადდა, რაც თავისთავად შესაძლებელია და წარმატებულიც აღმოჩნდა, ზუსტად ამ მეთოდით იყო პროფესორების მომზადება და თქვენ თვითონ სტუდენტები ხართ, კარგად იცით რომ რამდენი წელი უნდა ისწავლოთ, რომ რაღაცა ისწავლოთ, მე რომ გახვალ ცხოვრებაში, გარწმუნებთ რომ თქვენი შემეცნება არ თავდება მარტო უნივერსიტეტის კედლებით. არანაკლები სასწავლი გექნებათ სხვადასხვა საკითხები იმის და მიხედვით, რომელ სამსახურში დაიწყებთ მუშაობას. და თუ გინდათ რომ იყო წარმატებული, სულ უნდა სწავლოთ. და წარმოდინეთ ახლა პროფესორი პრაქტიკულად ის პროფესორი, რომელიც მხოლოდ იმ ცოდნას ემყარება, რომელიც ერთხელ მიიღო და მეტი არა, ის კარგი პროფესორი არ არის. ის პრინციპში არ არის პროფესორი. და წარმოდინეთ ასე იქნებოდა წითელი პროფესორები. ანუ პრაქტიკულად მიზანი იყო ახალი ინტელიგენციის შექმნა. უნებრივია რომ აი საზოგადოებები იყო აი ადამიანისეული რესურსით უფრო ჩამორჩენილი, ვიდრე იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებშიც ასევე გასაბჭოება მოხდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როცა საბჭოთა არმიამ გაანთავისუფლა ისინი, მაგრამ გერმანული ოკუპაციისგან, მაგრამ იქ დარჩა და უკვე საბჭოთა ოკუპაცია გააგრძელა და იმავდროულად იქ იყო ის ხალხი რეპრესიების მიუხედავად, რომელთაც ჰქონდათ ის ისტორიული მეხსიერება, რომელიც ყველა ადამიანში არის, სანამ ის ცოცხალია, მაშინ არის ისტორიული მეხსიერება და მათ ისტორიული მეხსიერება იყო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ასე რომ აღმოჩნდა, რომ თურმე ერთ მხრივ გვაქვს ჩვენ წარმატებული ქვეყნები, ანუ ლიდერი ქვეყნები, რომლებმაც მიაღწიეს გარკვეულ მიზნებს და ევროკავშირში წამოყვეს თავი და საკმაოდ სწრაფად და არის აუთსაიდერი ქვეყნები. რამდენადაც გულდასაწყვეტი არ უნდა იყოს ჩვენი სამშობლო ამ კრიტერიუმით აუთსაიდერ ქვეყანათა რიცხვში შედის. რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ და აქედან უნდა გამოვიდეთ, რომ გავერკვეთ რა გვაქვს გასაკეთებელი მომავალში. მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს ინტელექტუალური საკითხები ნელ-ნელა იცვლება. იმიტომ რომ მოდის ახალი თაობა. აქ მარტო ახალ თაობის და ძველი თაობის პრობლემა არ არის. შეიძლება პირობითად თქვათ, რომ ეს არის ძველი და ახალი თაობის პრობლემა, იმიტომ რომ ახალი თაობა მთლიანობაში მოდის უკვე არა დამძიმებული იმ ისტორიული მეხსიერებით, რომელიც საბჭოთა წარსულთან არის და ის ახალი თვალით უყურებს. თუმცა შეიძლება ახალგაზრდებშიც იყოს მამალი კომკავშირელი და ამის გამოცდილება სამწუხაროდ ბევრ უმაღლეს სასწავლებლებში, უნივერსიტეტებში ჩვენ გვაქვს. შეიძლება მას არ ერქვეს კომკავშირელი, მაგრამ სწორედ ის ხუნვეიბინი იყოს, ის კომკავშირელი, რომელიც თავის სულისკვეთებით
და შეიძლება უფროსი ასაკის თაობაშიც, რომელიც მოდის საბჭოთა ეპოქიდან ძალიან დემოკრატი პიროვნება იყოს. მაგრამ მთლიანობაში ზოგადი ტენდენცია მაინც თაობათა პრობლემაა. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს აუთსაიდერ ქვეყნებში ხდება გარკვეული ტრანსფორმაცია, ცვლილება და ყალიბდება ახალი შეხედულებები მომავალთან დაკავშირებით. აი ეს 20 წელიწადი, უბრალოდ 20 წელიწადზე მეტი, რაც საქართველოს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საქართველოს სულ არის თავის სახელმწიფოებრივი მოდელის ძიებაში. დღემდე მოგეხსენებათ საქართველოს კონსტიტუცია ბოლომდე დაწერილი არ არის. დღემდე არ ვიცით როგორი რეგიონული მოწყობა უნდა კონდეს ქვეყანას. დღემდე იქ წერია რომ ორპალატიანი უნდა იყოს პარლამენტი, მაგრამ დღემდე მხოლოდ ერთპალატიანია. დღემდე არ არის კონსტიტუციურად გამოჩამოყალიბებული ჩვენი ძირძველი ქართული ტერიტორიების, აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის სამართლებრივი სტატუსი კონსტიტუციაში. რო ვთქვათ იმ პრობლემებზე, რაც არის დღეს ამ ტერიტორიებზე, რომ ისინი ოკუპირებული არიან და ასე შემდეგ, ეს რაც კარგად ვიცით. ახლა გადავიდეთ ეკონომიკაზე. დღემდე არ არის ჩამოყალიბებული როგორი ტიპის ეკონომიკა გვინდა რომ გქონდეს. თუმცა ბევრი ამაზე ლაპარაკი, იყო განცხადებები, მაგრამ მე შევეცდები რომ შეგახსენოთ, ბევრი რამე ალბათ თქვენს მოგისმენიათ. შეიძლება რაღაც ნასწავლიც გაქვთ. ეს ყველაფერი არ თუ ისე შორეული წარსულიდან არის. პრაქტიკულად საქართველოს წინაშე გამოიკვეთა სამი ვექტორი ეკონომიკური განვითარების, რომელიც სახელმწიფოებრივ განვითარებასთან არის უშუალოდ მიმული. ეს სამი ვექტორი არის შემდეგი. ერთი არის დასავლური. ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი შტატი ვერ გახვდებით. გეოგრაფია არ გვიწყობს ხელს. ეს სხვა არ კიდო ამერიკას ემდომები თუ არა, რომ შენ იყო მისი შტატი, მაგრამ რომც მოინდომოს გეოგრაფიულად ეს შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი მისწრაფება არის ევროპისკენ და ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ფენომენი. ეს ისტორიული ფენომენია, მარტო სულხან საბას ვიზიტი საფრანგეთში რადგირს, რომელიც სამწუხაროდ წარუმატებელი იყო, მაგრამ ეს ისტორიული ფაქტია. ასე რომ ერთი ვექტორი გამოიკვეთა საქართველოში დასავლური და ამას რეფერენდუმიც არ ჭირდება. კი, ჩვენ რეფერენდუმი ჩავატარეთ ნატოში გვინდა თუ არ გვინდა. რეფერენდუმის გარეშეც რეფერენდუმი ამ შემთხვევაში უფრო იყო იმის გამოხატულება, რომ დასავლეთისთვის გვეთქვა, რომ აი ჩვენ ლეგალური რაღაც პროცედურა ჩავატარეთ და ვადასტურებთ ჩვენს განწყობას დასავლეთისაკენ. მაგრამ ნატო ცოტა სხვა თემაა და ევროკავშირი კიდევ უფრო სხვა თემაა. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირს სამხედრო გაერთიანება ჯერჯერობით არ აქვს. იყო მსჯელობა ამის შექმნაზე, მაგრამ წარუმატებლად დასრულდა და ევროკავშირის წევრების უმრავლესობა არის ნატოს წევრები, თუმცა არა ყველა. რაც ასევე ცნობილია. ამიტომ ევროკავშირი და ნატოს შორის ტოლობის ნიშანი არ დაისმება. ჩვენი ევროპული ორიენტაცია ეს არის ევროკავშირი და ამის შინაგანი მისწრაფება საზოგადოებაში საკმაოდ ძლიერია და ეს პრაქტიკულად არის ისეთი კონსენსუსი, იცით, თაობათა შორის კონსენსუსიც კი. კი შეიძლება ახლა სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს ჰქონდეს სხვადასხვა ხედვა, დაუშვათ სხვა ვექტორებზე, რომელსაც გეტყვით, ასევე, მაგრამ ძირითადში, ოთხოში მე ამას ასე აღვიქვა, როგორც ჩემი თაობის წარმომადგენელი და მე იმედი მაქვს, რომ თქვენ უფრო მტკიცედ იქნებით ამაში დარწმუნებული, როგორც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, რომ ჩვენი ხედვა არის დასავლეთისკენ მიმართული. მეორე მიმართულება, რომელიც გვინდა არ გვინდა, არის და იქნება ყოველთვის. იქნება იმიტომ, რომ ეს ადამიანებს შეუძლიათ ბინა გამოიცვალონ და ერთი საცხოვრებელი სახლიდან მეორეში გადავიდნენ, ან ერთი რეგიონიდან, საბოდიშით, ერთი რაიონიდან მეორე რაიონში წავიდნენ. ვერ ჩვენ შევიცვლით ჩვენს სამშობლოს და ბუნებრივია ვერ ჩვენ ჩრდილოელი მეზობელი, რომელიც თავში ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით სიდიდის, იმპერიული აზროვნების, თუმცა ხაზგაუსვამ იმპერიული აზროვნება მარტო რუსების წილხვედრი არ არის ეს.
იმპერიული აზროვნება საკმაოდ ძლიერი აქვს ბრიტანელებს და არანაკლებ სუსტი ამერიკელებს. მაგრამ ჩვენ და ბედად ჩვენი უახლოესი მეზობელი რუსეთია, ამიტომ გვიდარგვინდა ძალიან ახლოს ვართ მისი იმპერიული ინტერესების ასე ვთქვათ განხორციელების არეალში. და მესამე მიმართულება გზა აღმოსავლეთისაკენ, რომელიც ბოლო პერიოდის მონაპოვარია, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ქართულ ხალხს მიმართავდა, რომ თურმე საქართველოს უნდა დაემგვანოს სინგაპურს. აი გამოიკეთა ეს სამი მიმართულება. ახლა ლიდერ ქვეყნებს თუ ავიღებთ, მეგობრებო, ლიდერი ქვეყნები ჩვენ უკვე დავსაბუთებთ არა კრიტერიუმი, სწორედ იმიტომ არიან რომ ევროკავშირში არის. ანუ ნებისმიერი სხვა მიმართულება შენ იმ კრიტერიუმით განსაზღვრულ ლიდერ ქვეყნებში ვერ მოგაქცევს. შენ ყოველთვის დარჩები იმ კრიტერიუმით აუთსაიდერი ქვეყანა. ანუ აპრიორი ეს ირიცხება. მაშინ თუ მივდივართ ჩვენ ევროკავშირისკენ და თუ მართლა მივდივართ, ახლა ასეთი რამეა, იცით მეგობრებო? შეგიძლია რა? ისმენ. მოკლედ თქვენ ძალიან სამართლოს და პირველში დასახელეთ ევროკავშირი. და ისიც ახლა მოდიში სახელი და გვარი მომიხარ ხო შეიძლება? ოთო გოგახიძე თესოს სტუდენტი. დასიამო. მოკლედ თქვენ დასახელეთ რომ საქართველოში ხალხს აქვს ძალიან შინაგანი მტკიცება ევროკავშირისკენ სწრაფის, თუ ნატოში სწრაფის არის. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ და აი მაგათაც სიერარსის კვლევები ვთქვათ შანცინდელი, როდესაც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი საერთოდ ვერ ასწავლებს რა გასწავლება თქვათ იგივე ევროკავშირსა და ევროსაბჭოს შორის ან ევროკავშირსა და ნატოს შორის თქვათ რა გაერთიანებს წარმოადგენენ გაერთიანებულ წარმოადგენენ ესენი და ასეთ პირობებში რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ის რომ თქვათ ეს იდენტობა თქვათ ევროპისკენ სწრაფის არის რეალური აი ამ ის რომ ევროპული იდენტობა ჩვენთან არის სუსტი სწორედ ეს აქტიურებს ხოლმე ჩემი აზრით ხშირად იმ მეორე ვექტორს სადაც რუსეთისკენ რუსეთისკენ სწრაფის იგივე ევროკავშირში თვითონაც პოლონეთში 60-70% იყო მე მგონი άδიცი რომელსაც საერთოდ არ იცის რა არის რეალურად ევროკავშირი და ეს მარტო კი ბატონო, მადლობა ამ შეკითხვისთვის. მე მაინტერესებს რომ ქართულად ჯობია იდენტურობა ვიდრე იდენტობა. იმიტომ რომ ადამიანის თვისება არის იდენტური და ანუ თვისების მატარებლობა ნიშნავს იდენტურობას. ახლა რა შეიძლება თქვენ კითხოს, აბსოლუტურად სწორედ შენიშვნა. უფრო მეტი ის აი ცნობილი გამოკითხვები, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ან საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ჩაატარა ჯერ კიდევ 2012 წელს განსაკუთრებით აქტიურად ეს ინტენსიურად ტარდებოდა, როდესაც იყო წინა საპარლამენტო საარჩევნო პერიოდი, იქ ხშირად გამოკითხულთა რაღაც ნაწილი იძახდა, რომ საქართველოს უკვე არის ევროკავშირის წევრი. მეც მეგონა რომ ეს ასეც არის. საქმე იმაში გახლავთ, რომ როდესაც მე ვლაპარაკობ ჩვენ სამ მისრაფებაზე, თქვენ სწორი ხართ. ალბათ ჯობდა მე უფრო კორექტული ტერმინი მეხმარა. ხალხს მართლა არ ესმის ეს განსხვავება რა არის ევროკავშირი, ევროპის საბჭო, ეს ევროპული სტრუქტურები, რა განსხვავება ევროკავშირსა და ნატოს შორის. მაგრამ ეს არ უშლის ხელს ფიქრობდნენ, რომ ისინი მაინც მათ ურჩევნიათ იყვნენ ევროპელები, იყოს ევროპული სახელმწიფო. მე მაგალითად ჩემს რეაქციას გეტყვით. სულაც არ ვარ იმ ილუზიით შემკრობილი, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში გახდება ევროკავშირის წევრი. უფრო მეტიც საერთოდ არ ვიცი, ოდესმე გახდება თუ არა და კიდევ უფრო გავაგრძელებ. ისიც არ ვიცი საჭიროა თუ არა რომ გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ იდეის შინაგანად მომხრე ვარ, მაგრამ მე რა მინდა იცი? აი, ხვალ ვიღაცა რო იტყვის, საქართველოს როგორი ქვეყანაა. აი ვინმე რო თქვას, ნორვეგია როგორი ქვეყანაა, ევროპული თუ არა, ვინმეს გაუჩნდება ეს კითხვა. ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი. შვეიცარია ევროპულია თუ არა? ამ ეს კითხვა არავის არ გაუჩნდება, ხო ევროპულია, რა თქმა უნდა, შვეიცარიაც ევროპულია, რომელიც ასევე არ არის ევროკავშირის წევრი და ნორვეგიაც ევროპულია. ანუ ჩვენი სწრაფვა ევროპისგან ნიშნავს, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს, რომ საქართველოს იყოს ევროპული სახელმწიფო თავისი ფასეულობებით, თავისი ეკონომიკით, იმ ფასეულობებით, რომელიც არის დამკავშირებული დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, სიტყვის თავისუფლებასთან. აი ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ მიზანს მივახცევთ, მე უკვე ტექნიკური საკითხია, ჩვენ ხვდებით ევროკავშირის წევრი თუ არ ხვდებით. შეიძლება ეს დაკავშირებული იქნება იმასთან, იმ დროს თვითონ ევროკავშირი რა იქნება. როგორი კონფიგურაცია იქნება, რამდენად იქნება ის უფრო გამტკიცებული, ან რამდენად იქნება ის შეიძლება, იმიტომ რომ სხვადასხვა ასეთი ფუტურისტული ხასიათის სცენარებია ევროკავშირის მომავალთან. მაგრამ ევროკავშირის აღება მიზნად
ნიშნავს ევროპული ფასეულობების აღებად მიზნად და თუ შენ ამას ისახავ მიზნად, შენ რეალურად მიაღწევ იმას, რომ ქვეყანა კონდეს ევროპული ხასიათის. აი შეიძლება მე ვწდები მეგობრებო, მაგრამ მე მაინც იმ განცდა მაქვს, რომ ქართულ საზოგადოებაში მისი უმრავლესობა, როდესაც ლაპარაკობს ნატოზე, ევროკავშირზე, თუ ევროპის საბჭოზე და როგორც წესი, ბევრს ეს არ ესმის და ვერც მოსთხოვ, რომ ესმოდეს, იმავდროულად ისინი გამოხატავენ გარკვეულად საქართველოს ხედავენ ევროპაში. ეს არ გამორიცხავს, რომ არსებობდეს საზოგადოების არანაკლები გავლენიანი, თუმცა არა რიცხობრივად, მაგრამ შეიძლება ხმაურით ჯგუფები, რომელიც სხვა შეხედულებას იზიარებდნენ. მაგალითად, ხმაურით იყო გამორჩეული სინგაპურის მიმართულება. მხოლოდ და მხოლოდ ხმაურით, იმიტომ რომ ამის არც განწყობა არ არის საზოგადოებაში, საერთოდ არავის არ ისმის რა არის სინგაპური, რომ გააჩეროთ კაცი ვერ გეტყვით ეს რა არის. თუ ამ აუდიტორიაში გესმით რა არის სინგაპური, მე ამას მივესალმები, მაგრამ მე მგონია ბევრ აუდიტორიასთან შეხვედრა და ერთ-ერთი მთავარი კითხვა ის არის, რომ აი მაინც რა არის ეს სინგაპური. ან ხმაურიანი იყო, ხალ პრეზიდენტი რო ლაპარაკობს და ლაპარაკობს ხშირად, ეს საკმაოდ ხმაურიანი. მეორე, ეს რუსული ორიენტაცია, რუსული ვექტორი განვითარების. ეს ამას აქვს თავისი ისტორიული საფუძვლები, ჯერ ერთი საზოგადოების გარკვეული ნაწილი აქვს აი ეს ნოსტალგია გარკვეულ წარსულ ცხოვრებასთან და ეს ნოსტალგია არის სიმშვიდესთან დაკავშირებული პირველ რიგში. მაგრამ აქ როგორ ის არის, იცით, ერთი ასეთი ანეკდოტია, არ ვიცი იცით თუ არა. გვიანი საბჭოთა პერიოდია და მოხუცებულ, ღრმად მოხუცებულ ბაბუას ეკითხებიან, რომ აიო, ძია კაცო, შენო იცხოვრია სტალინის დროსაც, ხრუშჩოვის დროსაც, ბრეჟნევის დროსაც და ახლა ამ გარბაჩოვის დროსაც ცხოვრობდა. რომელი დრო იყო ყველაზე კარგი? არც და ფიქრა უთხრა სტალინის დრო. გაუკვირდა ახლა ამას, რომ კი, მაგრამ რატო სტალინის დრო? ახალგაზრდა ვიყავით. ანუ მისი აღქმა არის მის ახალგაზრდობასთან, მის შესაძლებლობასთან ასეთი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. ეს არის აი ეს განწყობა, რომელიც იმ ადამიანში. ამავდროულად უნდა გვამწყდება, რომ ქართულ-რუსული კონფლიქტი ეს არ არის ეთნიკური კონფლიქტი. განსხვავებით დაუშვათ ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ეს არის ეთნიკური კონფლიქტი, გარდა სახელმწიფოებრივი დაპირისპირებისა. იმიტომ რომ ეს პრობლემა ხო დავუშვათ ის, რომ აზერბაიჯანელი ჩავიდეს სომხეთში, თუ ეს არ არის სპეციალური ნებართვით და მერე სომხეთის სპეცსამსახურები მას არ პატრონებენ, ასეთი აზერბაიჯანელი მე სომხეთში კონფერენციებზე მინახია, ან მსგავსი შემთხვევით გათვალისწინებით სომხი აზერბაიჯანში, ისე თავისუფლად რომ კაცი აზერბაიჯანიდან წავიდეს სომხეთში, სომხეთიდან აზერბაიჯანში, ეს შეუძლებელია. მაშინ როცა ჩვენ ასობით ათასი ქართველი პაატა სააკაძე გვყავს რუსეთში. და პრაქტიკულად ისინი იქ შრომობენ, ზოგი თავისი ბიზნესი აქვს, ზოგი სხვის ბიზნესია, ზოგი სახელმწიფო სამსახურშია, ზოგს მიღებული აქვს რუსეთის მოქალაქეობა, ზოგს არ აქვს მიღებული, ზოგიც არალეგალურად არის, მაინც გზავნიან იქიდან თავის ფულად დანაზოგებს და საინტერესო სტატისტიკა. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე თუ შეხვალთ და ვინცაც სტატისტიკა გაინტერესებთ, გირჩევთ რომ შეხვიდეთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა საქართველოს სწორედ ეროვნულ ბანკს აქვს. nbg.gov.g. აუ ვებგვერდზე ნახავთ რამდენი არის ყოველწლიური გადმორიცხვები. $1 მილიარდზე მეტია ყოველწლიური გადმორიცხვები, ფულად იგზავნილები და სტაბილურად 60% არის რუსეთიდან. რუსები არ გვიგზავნიან, ეს ჩვენი თანამემამულეები გვიგზავნიან, რომლებიც იქ არიან წასული. ასე რომ იგივე რუსი, რომელიც ჩამოდის საქართველოში და ჩვენ საერთოდ ვიზო რეჟიმი გვაქვს, ესეც პრაქტიკულად არანაირ პრობლემას არ უქმნის მათ აქ ჩამოსასვლელად. ანუ ეს ეთნიკური დაპირისპირება არ არის და თუ რადგანაც ეთნიკური დაპირისპირება არ არის, რადგანაც კაცმა არ იცის რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, მაგრამ ასობით ათასია, ნუ გაგვიგრდება რომ ამ საზოგადოებაში პრორუსული ორიენტაციაც იყოს და ისეც ანგარიშ გასაწევი ძალაა. მაგრამ ეკონომიკას რო დაუბრუნდეთ, ნახეთ რა საინტერესო სიტუაცია შეიქმნა, რა გვთავაზობდა და გვთავაზობ ჩვენ ევროკავშირი. ევროკავშირი დღესაც არ არის სრულფასოვანი პოლიტიკური გაერთიანება, მაგრამ ეკონომიკური გაერთიანება
უკვე არის და თავიდან ის იქნებოდა როგორც ეკონომიკური გაერთიანება. ევროკავშირმა ჩვენ შემოგთავაზა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება. განსაკუთრებით გააქტიურა მან ეს თემა 2008 წლის აგვისტოს ცნობილი ომის შემდეგ. უკვე 1 სექტემბერს 2008 წელს ბრიუსელში იკრიბება ევროკავშირის ლიდერები და კომუნიკეს აწევენ ხელს, რომლითაც გამოთქვამენ გზაობასო საქართველოს მიენიჭოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. რას ნიშნავს თავისუფალი ვაჭრობა? თავისუფალი ვაჭრობა ეს ნიშნავს საქონლის შეუზღუდავ გადაადგილებას ევროკავშირიდან საქართველოში, საქართველოდან ევროკავშირში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ეს არის ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან. ეს ნიშნავს პირველი ნაბიჯის გადადგმას, რომ ქვეყანა მიდის ევროკავშირისაგან. და პირველი ნაბიჯი, როგორც გითხარით, არის ეკონომიკასთან დაკავშირებული. ეკონომიკური ინტეგრაცია ნიშნავს ესე იგი ერთიან ეკონომიკურ სივრცეს. ერთიანი ეკონომიკური სივრცე კი ნიშნავს, რომ რაღაც ერთიანი სტანდარტები უნდა ვრცელდებოდეს ამ ეკონომიკურ სივრცეზე. თუ ევროკავშირი გიღებს შენ და ევროკავშირის ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე არის 2000 ჯერ უფრო დიდი. ბუნებრივია, რომ ის გთხოვს რაღაც სტანდარტს, რომ აძლევა ამ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს, ოღონდაც შეასრულე გარკვეული სტანდარტი, რომ ეს თავსებადი იყოს დიდი ევროკავშირის ეკონომიკა და მცირე საქართველოს ეკონომიკა. კიდევ ერთ სიტყვა ძვირფასო მეგობრებო, ქართულში მინდა მიაქციოთ ყურადღება. მე ვთქვი მცირე. საქართველო არ არის პატარა და საერთოდ პატარა ქვეყნები არ არსებობს. თქვენ ახლა ესეთი ფაკულტეტის სტუდენტები ხართ, small და little იცით არა? აი ჩვენც გვაქვს. პატარა და მცირე. Little country არ არსებობს ინგლისურად, ხო ასეა? არის small country. პატარა არის ბავშვი, პატარა არის ლეკვი. ხო და მცირე ქვეყნიანი, მცირე მოსახლეობიანი, მცირე მიწიანი, ხოდი ქვეყნიანი შემეშალა, მცირე მიწიანი. ანუ ჩვენ გვაქვს ეს სიტყვა, ამიტომ მცირე ქვეყანა. აი ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, იქ არის დიდი გაერთიანება და ბუნებრივია ამ დიდ გაერთიანებას აქვს ჩვენდამი გარკვეული მოთხოვნები. რომ მოგცემ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს, ოღონდაც დააკმაყოფილე გარკვეული პირობები. ახლა რა პირობები წამოაყენა ევროკავშირმა ისეთი ჩვენ წინაშე, რამდენად ეს არის ჩვენთვის როგორც სუვერენული სახელმწიფოსთვის მისაღები. თუ ერევიან ჩვენ სუვერენიტეტში და რაღაცნაირად უნდა რომ დაკნინდეს ჩვენი სუვერენიტეტი და ეს ჩვენი მოსახლეობის ინტერესში არ არის და ამიტომ რაღაცა ცუდ რამეს გვთავაზობს ევროკავშირი. გეტყვით ამასაც. ევროკავშირს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დასამყარებლად საქართველოსთან აქვს ორი კაფიოდ გამოკვეთილი მოთხოვნა და ერთი შედარებით სუსტად ჩამოყალიბებული. სულ სამი. პირველი მოთხოვნა კონკურენციის ხელშეწყობა იმ სტანდარტებით, როგორიც არის ევროკავშირში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ისეთი კანონმდებლობის მიღება და ამოქმედება საქართველოში ეკონომიკის ანტიმონოპოლიური რეგულირების, როგორიც არის საშუალო გასაშუალებული სტანდარტი ევროკავშირში. იმიტომ რომ ევროკავშირის ერთიანი მოდელი არ არსებობს. ძალიან განსხვავებულია დავუშვათ ბრიტანეთის ეკონომიკა შვედეთის ეკონომიკისაგან, შვედეთის ეკონომიკა მალტის ეკონომიკისაგან. ამიტომ ეს რეგულირებაც ერთიანი სტანდარტის არ არის, მაგრამ არის რაღაც ჩარჩო, დიაპაზონი, რომელსაც უნდა გაცდები ამ დიაპაზონს უკვე აღარ ახარ ევროპულ სტანდარტში. ამიტომ მათ რაც შემოგთავაზეს, რომ რაღაც აი ამ ევროპული საერთო სივრციდან აიღეთ რაიმე ისეთი ტიპის მოდელი, ან თქვენ თვითონ მოახდინეთ მისი მოდიფიკაცია, უნდა სტანდარტიდან უგახვალთ, აი დიაპაზონიდან უგახვალთ, რომელიც იქნება ქვეყნისთვის მისაღები. რისთვის? რომ ხელი შეეწყოს კონკურენციას. რო დაფიქრდეს ადამიანი, ამაში არაფერი. ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ ნამდვილად არის. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ იყოს კონკურენცია, და რომ კონკურენცია არის საწინდარი იმის, რომ ხარისხი იყოს
საქონლის თუ მომსახურების უკეთესი კონკურენცია არის საწინდარი იმის, რომ ფასი იყოს შედარებით დაბალი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა და ვართ თუნდაც სახელმწიფო და სულ რო არ იყოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოთავაზება, მე ვფიქრობ, რომ ისედაც თუ კი ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ნორმალური სახელმწიფო, ნორმალური ორიენტაციის, ჩვენ ასეთი კანონმდებლობა გვჭირდება. და მით უფრო თუ არსებობს გარკვეული გამოცდილება, და ეს გამოცდილება როგორც გითხარით მდიდარი აქვს ევროკავშირში, იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის ვარიაციებია სხვადასხვა კანონმდებლობაში, ამის არჩევანის შესაძლებლობა გვაქვს. ანუ ევროკავშირს რაიმე განსაკუთრებული ცუდი არ მოუთხოვია. უпростоრად რომ თქვა, ცუდი კი არა, საერთოდ არ არის ეს ცუდი. პირიქით, ეს ჩვენ ინტერესში. მეორე, რა მოგთხოვა? სურსათის უნებლობა. აი ჯერფასო მეგობრებო, ეთქობა ჰაერი გადამწდა და მინდა რომ წყალი დავლია. წინადადებას დავასრულებ და ნახეთ, დავლია ახლა მე წყალი. დაცული ვარ? არც მე, არც თქვენ. იმიტომ რომ იანა რომ ცუდად არის ნაკიდი მოპარულია, იმათ არის. არ არსებობს ამის სტანდარტები, სურსათის უსაფრთხოების. არ არსებობს ორგანო, რომელიც ამას კონტროლს გაუწევს და ვისთანაც შემიძლია მივიდე და პასუხი მომთხოვო. თავისთავად, ასეთი ორგანოს არსებობა პანაცეა არ არის. ალბათ იცით, სულ ახალ აგორებული სკანდალი. იმავე ევროკავშირში, როგორ ფარში ურევენ ცხენის ხორცს, საქონლის ხორცთან ერთად და როგორ ილახება მოყვარებელთა უფლებები. მაგრამ ეს გამოიკლიეს და შესაბამისი ორგანიზმები არის, რომელსაც ზომებს მიიღებს. ჩვენთან ამის გამოკვლეველი ორგანიზაციაც არ არსებობს. ანუ ინსტიტუციურად ეს მიშვებულია თავის დინებას და სასურსათო უნებლობა ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ევროკავშირი თავის მოსახლეობა აწუხებს, ფიქრობს, ზრუნავს და ცდილობს გარკვეული სტანდარტის მიღებას. ჩვენ თავრობას არ უნდა აწუხებდეს თავის მოსახლეობა, არ უნდა ფიქრობდეს თავის საზოგადოებაზე, თავის ხალხზე, თავის თუნდაც მომავალ თაობაზე, ბავშვებზე, რომლებიც ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგანან. მაგალითად, ამას წინათ მე ძალიან საინტერესო ექსპერტთა ჯგუფთან მქონდა შეხვედრა და მათ შეისწავლეს და დაადგინეს, რომ თურმე ონკანიდან წყლის დალევა არ შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში. თუ აადუღებთ, საშიში არ არის, მაგრამ მაშინ უკვე სასარგებლო ნივთიერებათა რაოდენობა შემცირებულია. ვინმე ზრუნავს ამას. ვინმე ეს ინფორმაცია აქვს საჯაროდ მიღებული. ვინმე ცდილობს, რომ ეს ხარისხი გამჯობესდეს, წყლის გარეშე ხო შეუძლებელი და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ჩვენ პრობლემები გვაქვს. ანუ ევროკავშირმა თუ მოგთხოვა ჩვენ სურსათის უნებლობა, ეს ხო ჩვენ ინტერესშიც არის. ახლა თქვი თქვენი შეკითხვა. რა სახელი მითხარით თქვენი? აი კარგია. თქვენმა მეგობრებმა TSO თქვა და TSO არ მაგა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ევროკავშირის სტანდარტებზე ვსაუბრობთ ჩვენ და იქ არის ძალიან ბევრი პროცედურა, ანუ ეს პირდაპირ და მარტივად არ ხდება, როგორც მე ვიცი ევროკავშირში. რა თქმა უნდა. და არის ეგრეთი ხელშეკრულებები სხვადასხვა სახის, როგორც ვიცი, ვადაყოვნის მომცველი ხელშეკრულება და სხვადასხვა სახის. მაინტერესებს რა ასებითი განსხვავება ხელშეკრულებების შორის რა ეტაპია საქართველოს ამბობს და რამდენად ხელს უწყობს ხელშეკრულებები ევროკავშირის გაწევრიანებისაკენ. სწორედ ამაზე ვაპირებდი საუბარს და მადლობა რომ ეს კითხვები დასვა. ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზეა საუბარი. Deep and Comprehensive Free Trade Agreement, DCFTA. რა ეს არის სწორედ მე უბრალოდ არ ვახსენე ეს ტერმინი და უფრო ხალხურ ენაზე თქვი შემოკლებით თავისუფალი ვაჭრობა. სინამდვილეში ეს არის. ანუ საუბარი არის იმაზე, რომ საქონელს უნდა შეეძლოს თავისუფლად გადაადგილება. საუბარი იმაზე, რომ ეს არის მათი მოთხოვნა. მესამე მოთხოვნა, რომელიც აქვს ევროკავშირს, რომელიც გითხარით, რომ ასეთი წყავი მოთხოვნა არ არის, როგორც პირველი ორი. ეს არის ევროპული სტანდარტების შრომითი კანონმდებლობა. ჩვენ დროს გვაქვს შრომითი კანონმდებლობა, როდესაც დამქირავებას ყველა უფლება აქვს, დაქირავებულს პრაქტიკულად არანაირი. თუ შენ ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ხარ, ანუ ერთიანი კონკურენციის ქვეშ ხარ,
შენ უნდა კონდეს ევროპული სტანდარტების შრომითი ურთიერთობის დარეგულირების. ამიტომ ევროკავშირის მესამე მოთხოვნა არის, რომ საქართველოს კონდეს ევროპული სტანდარტების შრომითი კანონმდებლობა. პრაქტიკულად ძურფასო მეგობრებო, დაამთავრებთ უნივერსიტეტს და თქვენ დაქირავებულები იქნებიან. თუ წარმატებულები არ აღმოჩნდებით ბიზნესში, რომ იყოთ დამქირავებელი, იქნებით დაქირავებულები. დაქირავებულები ჩვენ ვართ აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ ამ ჩვენი უმრავლესობის ელემენტარულ უფლებებზეა საუბარი. მე ნამდვილად არ ვარ შეპყრობილი რაღაც ასეთი სოციალისტური იდეებით, მაგრამ სადღაც ელემენტარული გარანტიებს მინდა ვგრძნობდე, რომ მაქვს მე, ექნება ჩემს შვილებს და საერთოდ ქვეყანა უფრო დაცულია იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის ბედით ვინმე მანიპულირებას ვერ შეძლებს. უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცა არ მოსწონს, სამსახურიდან ვერ გააგდებს. აი ეს არის ევროკავშირის ეს მოთხოვნები. ამ მოთხოვნება ყველაზე მკაფიოდ გაიჟღერა 2008 წლის 1 სექტემბერს. თქვენ მეკითხებით ხლა რა ეტაპზე ვარ, მივდივარ. ზუსტად 4 კვირის თავზე 2008 წლის 28 სექტემბერს საქართველოს მთავრობა აქვეყნებს მემორანდუმს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, სადაც ჩაწერილია ასეთი რამ და ხელს აწერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. იმიტომ რომ ამ დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გადაყენებული იყო და მოვალეობის შემსრულებელი. ანუ სამი მაღალი რანგის პირი. და რა წერია იცით? რომ საქართველოს არ აპირებს უახლოეს ხანებში ანტიმონოპოლიური რეგულირების შემოღებას, საქართველოს არ გეგმავს შეცვალოს შრომითი კანონმდებლობა და არ აპირებს გაამკაცროს სურსათის უნებლობის კონტროლის საკითხი. ხედავთ რა საინტერესო პარადოქსული, თანაც ახლა რასაც გეუბნებით, ეს ინტერნეტში შეგიძლია წაიკითხოთ. იმიტომ რომ პირველი ევროკავშირის განცხადება ევროკავშირის საიტზეა, მეორე საქართველოს მთავრობის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი ჩვენი მთავრობის საიტზე რა იყო მოხსნილი. სავალუტო ფონდის საიტზე. ხელს აწერს გურგენიძე, გილაური, ამაღლობელი. გურგენიძე იმ დროს არის პრემიერ-მინისტრი, გილაური არის ფინანსთა მინისტრი, ამაღლობელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. რა გამოგვივიდა? ძალიან საინტერესო რამე არა? ომის შემდეგ, გარდა იმისა, რომ საქართველოს მისცეს დიდძალი ფული დახმარების სახით და ყველას მადლობა, იმავდროულად ევროკავშირმა შესთავაზა ინსტრუმენტი, ხო? ანუ მარტო თევზი კი არ მოგცა. მოგვითხრა რომ მოდი ანკესაც მოგცემ, ნავსაც მოგცემ და თევზაობასაც გასწავლი. ჩვენ მხართ არ მინდა არ ვისწავლი, არც ანკესი მომცე, არც თევზი მინდა და საერთოდ არ მინდა თევზაობა ვისწავლი. კი ბატონო. თორნიკე გულობაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერი. ევროკავშირის ეს მოთხოვნები არის თქვენ ჩამოთვალეთ, ხომ არ იყო სუბიექტური და ეს მოთხოვნები იყო ევროკავშირისა, რომელიც დაუდგა მრავალი საუკუნის შემდეგ, როდესაც მან განვლო უკვე ის ეტაპი, რომელსაც საქართველოს ახლა გადის. აბსოლუტურად მართალი ხართ. ახლა რო იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი ვინმე, აუცილებლად გეტყოდა ამას, რომ საქართველოს ჯერ არ არის ევროკავშირის დონეზე და ისინი რომ მოთხოვნებს გვეყენებენ, ის არის სუბიექტური. და ჩვენ ჯერ არ გაგვიგზა ის ეტაპი, როცა ეს მოთხოვნები უნდა დავაყენოთ. კონკრეტი კანონები. კონკრეტულად შრომის კანონმდებლობაზე ვითხოვდნენ ამას. კი ბატონო, უფრო მეც გეტყვით. არემდენად შრომის კანონზე იტყობდნენ, სასურსათო უსაფრთხოებაზე იტყობდნენ და გეტყვით რაც იტყობდნენ. მე რო ახლა კონტროლი მოგთხოვო ჩვენ ყველა წარმოებულ პროდუქციას. ხო, გაძვირდება და ჩვენ არა ვართ ასეთი მსყიდველობით უნარიანი და ხალხი ვერ შეძლებს, ხო, ანუ მოკლავთ. აი უფრო მწვავედ ისინი ამ თემას წამოწევდნენ. ჯურფასო მეგობრებო. პირველი არის ასეთი. კი, ევროკავშირმა განვლო საკმაოდ გრძელი გზა იმ დონემდე, რა დონემდეც მივიდა. ახლა გეუბნება, მე მზად ვარ გაგიხსნა კარი და შენც პირველი ფეხი შემოგადგმევინო და ეს ფეხი იქნება ეკონომიკაში. მაგრამ მე ვერ გაგიხსნი კარს, თუ შენ არ გაქვს ელემენტარული სასურსათო უსაფრთხოება. თუ შენი კონკურენცია იგივე დონის არ გაქვს და შენი შრომითი ურთიერთობები ისევე არ არის დარეგულირებული როგორც ევროკავშირში. ეს შენი გადასაწყვეტია, გინდა? გააკეთე, არ გინდა და იყავ.
ანუ ევროკავშირი და ხო მეორე ჩვენ თვითონ მე ამიტომ გავუსვი ხაზი ჩვენ თვითონ რა გვინდა ეს რეგულაციები თუ არ გვინდა იცით ძვირფასო მეგობრებო მე სამწუხაროდ პირადად ჩემ ოჯახს შეეხო და ძალიან კარგად მესმის ეს რა არის ისედაც მესმოდა მაგრამ როცა შეეხო კიდევ უფრო მწვავედ აღვიქვი როდესაც ერთ-ერთი კვებითი პროდუქტის მოხმარების გამო ჩემი ერთ-ერთი ოჯახის წევრი დაავადდა და მისი განკურნება იყო მრავალი თვის განმავლობაში საკმაოდ ძნელი და არანაირი დაცვის პროცედურა არანაირი მექანიზმი სამართლის მოძიების არ არსებობდა კი საბედნიეროდ მე საქართველოს მოქალაქეთა იმ მცირე რიცხოვან ჯგუფს გავეკუთვნები ვისაც დაზღვევა აღდა დაზღვევამ გარკვეული ხარჯები დაფარა მაგრამ აქ ხარჯებზე ხო არ არის მარტო ლაპარაკი ასე რომ კი ძვირდება პროდუქცია თუ კი იქ ხარისხი დაცულია მაგრამ ვინ დათვალა რა ჯდება ის როცა არ არის დაცული ჩვენ ხო ამ ხარჯებს არსად არ ვაფიქსირებთ რამდენიმე თვის წინ მე მქონდა ლექცია ახალ ქალაქში და იქ ძალიან საინტერესო ჩვენი თანამოქალაქეები ეთნიკურად სომხები და შეხვედრა იყო და მათ ჩაუტარებიათ ასეთი კვლევა რამდენად ფიქსირდება ახალ ქალაქის საავადმყოფოში სასურსათო მოწამვლის ფაქტი არც ერთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული როცა ადამიანები იძახიან საკმაოდ ხშირია ანუ პრაქტიკულად მიცემული იყო დავალება რომ ექიმებისათვის ეს არ დაეფიქსირებინათ ვინ დათვალა ეს ხარჯი ეს ხარჯი რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფომ გაიღო თუ მე გავიღე თუ ვიხტიდი ფლუს და სადაზღვეო კომპანიამ გადამიხადა ეს ხო ამ ქვეყნის ხარჯია რომელიც მთლიანობაში საკმაოდ დიდია და ერთი თუ ამ სისტემაზე არადოს არ გადავალთ აქ არადოს არ გვექნება ეს ამიტომ ეს პოლიტიკური არჩევანია ევროკავშირმა ჩვენი შემოგვთავაზა და მე შეიძლება ნებისმიერი არგუმენტი მოიტანო იმისთვის რომ ეს არ გააკეთო ახალგაზრდები ხართ ახლა არც ისე დიდი ხნის ბავშვები იყავით ხო და იცით რა სიზარმაც რომ რაღაცა გაკვეთილი არ მომზადო ყოველთვის იყო იმის мотиваციას რატო არ უნდა მომზადო ანუ არგუმენტი იმისა რომ რაღაც არ გააკეთო ყოველთვის იარსებობს მხოლოდ სიზარმაც რამდენად გავსი არგუმენტებიდან რამდენად შეიძლება ვისაუბროთ თამასის დაწესების საკითხზე იმ თვალსაზრისით რომ შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ეს პოლიტიკური მანიპულირების საკითხად თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობიდან თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობამ შემთხვევაში გარკვეულწილად რამდენად შეიძლება ასე ვთქვათ აი ამ ჩელენჯში განვიხილოთ პოლიტიკური მანიპულირების ვერ გეტყვით იცით ახლა მე თლად კარგად ვერ მიჭირს გავიაზრო თქვენი კითხვა და ამიტომ პასუხი გამიჭირდება მე შემიძლია მხოლოდ გითხრათ რომ თურქეთს აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი საქართველოსთანაც აქვს თურქეთს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი სამწუხაროდ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გაკეთდა ძალიან ნაჩქარევად ამიტომ იქ მთელი რიგი მუხლები არის ისეთი დაფიქსირებული და ამის შესახებ ძალიან საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა 2 წლის წინ ინტერნეტში ეს კვლევა არის კიდევაც ლიბერალური აკადემიის მიერ საქართველოში პრაქტიკულად ჩვენ თურქეთთან ეს რეჟიმი არ არის გააზრებული უფრო იყო პოლიტიკური მიზანშეწონილობა სწრაფად გაკეთებული იყო ვიდრე ის რომ საბოლოოდ რამდენად კარგი იქნებოდა ეს საქართველოს ეკონომიკისთვის რაც შეეხება ევროკავშირთან რა თქმა უნდა თურქეთი ახლა ერთ-ერთი თემა არის და საკმაოდ ძლიერი ფაქტორი არის მაგრამ კონკრეტულად თქვენ რაც გულისხმობთ მე ასე გავიგე თუ თურქეთმა შეძლო თავისი პოზიციების დაცვა რა თქმა უნდა ჩვენც უნდა შევძლოთ მეგობრებო ევროკავშირის გითხარით ევროკავშირს აქვს საკმაოდ დიდი დიაპაზონი სხვადასხვა მარეგულირებელი ნორმების ხო როგორ შეიძლება ახლა ევროკავშირის ამ ნორმებში გინდოდეს შენ დაახლოება და ვერ იპოვო ძალიან დაუშვათი ლიბერალური ტიპის ნორმები რომელიც არის ბრიტანული ეკონომიკისთვის დახმარებადი და საკმაოდ კაცრი მარეგულირებელი ნორმები რომელიც არის საფრანგეთის ეკონომიკისთვის დამახასიათებელი
როგორ შეიძლება ახლა შენ თუ გაქვს პოლიტიკური ნება და შენ მოსახლეობას უმრავლესობას ეს უნდა ვერ მოძებნო შენი კონსტრუქცია რომ უჩვენო რომ თან გეხმარებიან ტექნიკურად ევროკავშირის ბიუროკრატები, მათი ექსპერტები და მათთან ერთად ვერ შეიმუშავა ისეთი სქემა, რომელიც ბრიუსელისთვის იქნება დამაკმაყოფილებელი და შენი ქვეყნისთვის კიდევ ინტერესების დამცავი და გამტარებელი. ამიტომ თუ გაქვს პოლიტიკური ნება შენ ამას აკეთებ, მაგრამ გეუბნებით ერთის მხრივ 2008 წლის სექტემბერში იყო ბრიუსელის განცხადება, რომ კი ბატონო და თბილისის რეაქცია ჩვენს არ გვინდა. მაგრამ ეს რეაქცია დაფიქსირებული იყო ტექნიკურად, ანუ რა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. თუმცა იმავდროულად მიდიოდა მაღალ დონეზე არტიკულაცია, რომ ჩვენ მივდივართ ევროკავშირისაკენ. ახლა ხო თქვენ ხალხის სულება გამარჯობა საფრანგეთზე სულის თავისუფალი გახდება ბაზარი და ევროპასთან გაიხსნება ეს ბაზარი. უფრო მეტად თუ არ გამწვავდება ეს პრობლემა, არის თუ არა საერთოდ ეს პრობლემა შეიძლება რომ ჩავყავთ ამ შემთხვევაში და ან როგორ შეიძლება შევხვდეთ ღია ბაზარს ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ძალიან კი ბატონო. პირველი ჯერ ზოგადად ღია ბაზრის და დახურული ბაზრის პრობლემა. ღია ბაზარი არის განსაკუთრებით მცირე ზომის ეკონომიკისათვის ერთადერთი სწორი გზა კონკურენციის ხელშეწყობისათვის. თუ შენ ღია ბაზარი არ აქვს, უნდა მოიხმარო მხოლოდ ადგილობრივი, ეს რადგანაც არ არის კონკურენციაში, ამიტომ ის ადგილობრივი იქნება ან უფრო ძვირი, ან დაბალი ხარისხის, ან ორივე ერთად. იმიტომ რომ ერთადერთი მასტიმულირებელი ხარისხის გაუმჯობესების თუ პროდუქციის გაიაფების არის კონკურენცია. ხოლო თუ ეკონომიკა მცირე ზომის არის, ყველა დარგში, ყველა მიმართულებით შენ ამ კონკურენციას ფიზიკურად ვერ უზრუნველყოფ. შენ გაქვს ერთი მეტალურგიული ქარხანა, მეორეს ვეღარ აშენე. აზრი არ აქვს. და თუ შენ სათბურის პირობებს შევქმნი შენ მეტალურგიულ ქარხანას, ის ვერადოს ვერ შეძლებს აწარმოოს კონკურენტუნარიანი პროდუქცია. იმავდროულად, სწორედ ის რომ ჩვენ სავაჭრო ბალანსი გვაქვს კატასტროფულად უარყოფითი, 3.5-ჯერ მეტია იმპორტი ვიდრე ექსპორტი. ესეც იმის დასტურია, რომ ჩვენ კონკურენტუნარიან პროდუქციას ვერ ვაწარმოებთ. ხოლო კონკურენტუნარიანი პროდუქციას ჩვენ ველოდოს ვერ წავაწარმოებთ, თუ კონკურენციას არ შევუწყობ ხელს. ცურვას ვერ ისწავლი ხმელეთზე. კი, მართალია, რომ წყალში რო გადაგაგდებენ ინსტრუქტორი საჭიროა, თორე შეიძლება დაიქრჩო. მაგრამ ჯობია რომ რაღაც ეტაპზე, რაღაც მოძრაობებს ხმელეთზე რომ გიჩვენებენ, მე ეს ყველაფერი წყალში გააკეთე, იმიტომ რომ ხმელეთზე უბრალოდ სურვას სწავლა შეუძლებელია. ამიტომ კონკურენციაში თუ არ ხარ ჩამული, შენ ვერადოს ვერ მიაღწევ ხარისხის გაუმჯობესებას და უკეთესი პროდუქციის წარმოებას. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი რას გაძლევს ქვეყანას? საქართველოს აქვს გარკვეული შედარებითი უპირატესობა ევროკავშირის ქვეყნებთან. თანაც რამდენიმე და საკმაოდ მნიშვნელოვანი. და ამ უპირატესობებზე ცოტა მოგვიანებით გეტყვით, მაგრამ ეცინადადება რომ დავასრულო. ნახეთ რა ხდება. თუ მე მაქვს კონკურენტული შედარებითი უპირატესობა, მე რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადავდივარ, მე ექსპორტის შესაძლებლობას ვძდი. ხო გითხარით, იმის ეკონომიკა 2000-ჯერ უფრო დიდია. ანუ შესაძლებელი არის რომ არა მარტო ქართულმა ინვესტორმა, არამედ ნებისმიერ მოუწყოელმა ინვესტორმა. სწორედ იმის გამო, რომ საქართველოში არის შედარებითი უპირატესობა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით, ინვესტიცია განახორციელა საქართველოში არა უძრავი ქონების შესყიდვის მიზნით, არამედ ახალი საწარმოს ასაშენებლად, ახალი ტექნოლოგიების შემოსატანად, რომელიც საშუალებას მისცემს მას კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოოს და იმ დიდ ბაზარზე გავიდეს. ეხლა რა შედარებითი უპირატესობა გვაქვს ჩვენ ამ კუთხით? მე არ ლაპარაკობ ცალკეულ დარგებზე, მე ლაპარაკობ შემდეგ შედარებით უპირატესობაზე, რაც არის ვარდების რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლების მიერ გაკეთებული. პირველი, საქართველოში არის საგადასახადო ტვირთი ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე ძალიან ბევრ ქვეყანაში ევროკავშირის შიგნით. მეორე, საქართველოში ბიზნესის დაწყება არის ბევრად უფრო ადვილი, ვიდრე ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში. ეს უკვე არის, ნახეთ, ეს ორივე, რაც გითხარ, უშუალოდ ბიზნესთან არის დაკავშირებული.
ანუ ეს მიღწევა რაც არის ნაციონალების მმართველობის დროს ეს მიღწევა პრაქტიკულად თუკი შენ ექსპორტის პოტენციალს აფართოვებ გაძლევს უპირატესობას რომ შენთან განხორციელდეს გარკვეული ინვესტიცია. Adre ხონდა ჩვენ უპირატესობა აგრეთვე იაფასიანი კვალიფიციური სამუშაო ძალის. იაფასიანი სამუშაო ძალა საქართველოში დარჩა კვალიფიციური რაღა მოგახსენა. Თვინმე რამე კვალიფიციური იყო საზღვარგარეთ წავიდა არ მოკვდა. მე ვაცხოლოს მათსული. ასე რომ ეს პრობლემა დღეს აქ უკვე უპირატესობა ისეთი როგორც ბევრ სხვა ქვეყანასაც უბრალოდ არ არის. სამწუხაროდ დღეს როცა რაღაც სერიოზული მშენებლობა მიდის, სერიოზული სამუშაოებია ხშირად მუშებით ჩამოსაყვანი ხდება მაღალი კვალიფიკაციის. იმიტომ რომ ამის მოსამზადებელი სტრუქტურები ჩვენ უკვე სამწუხაროდ არ გვაქვს. ანუ ეს ევროკავშირის თემა რა არის? შეხედეთ ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავაფართოვოთ მეორე მხრივ სერიოზული მიმართულებით მუშაობა აქ არ მიდის. იმავდროულად წამოიწია მეორე ჟღერადმა თემამ სინგაპური. მაგრამ სინგაპურის თემა მიმწავსე გაღიზიანება გამოიწვია ჩვენ დასავლელ პარტნიორებში, რომ ბოლო-ბოლო საითკენ მიდიხარ, ჩემო კარგო ქვეყანა. დასავლეთისკენ თუ აღმოსავლეთისკენ. სინგაპურის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მახასიათებელი არის ის, რომ ის არის ავტორიტარული მმართველობის ქვეყანა. სინგაპურული მოდელის გამოყენება არის პრინციპულად შეზღუდული თუნდაც ერთი მარტივი გარემოების გამო. სინგაპური არის ქალაქის სახელმწიფო. სინგაპურის გამოცდილება საერთოდ არ იცნობს აგრარულ პრობლემატიკას. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ხოლო საქართველოში ოფიციალური სტატისტიკით ჩვენი მოსახლეობის 54% ცხოვრობს სოფლად, სინგაპურის უბრალოდ გამოცდილება არ აქვს სოფლთან მიმართებაში. ფიზიკურად არ არის რელევანტური, რომ ამ მოდელზე სერიოზულად ილაპარაკო. და კიდევ ბევრი სხვა საკითხი თუ გექნება შეკითხვა გეტყვით. მაგრამ როცა ეს წამოვიდა ეს არტიკულაცია სინგაპური და დასავლეთის რეაქცია იყო უარყოფითი, მე გაჩნდა ასეთი თემა სინგაპურის და შვეიცარიის ნაჯვარი საქართველოს უნდა იყოს ეს კაცმა არის რა. მაგრამ მე ვუთხე ჩვენ პრეზიდენტს რომ იცი რა შვეიცარიაც არ არის ევროკავშირიო. ამიტომ მე ჩაანაცვლა და თქვა სინგაპურის და ესტონეთის, იმიტომ რომ ესტონეთი არის. ესეც არავინ არ იცის რა არის. და ამას სინაცხოთაშორი ძალიან კარგი კვლევა გააკეთა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელმაც დადო სწორედ სამი მოდელი. ქართველებისთვის რომ კარგად გასაგები იყოს. თუ არ ვწდები ინტერნეტის ვებგვერდზე ამას ნახავ. რა ნიშნავს სინგაპურის ეკონომიკა, რას ნიშნავს შვეიცარიის ეკონომიკა და რას ნიშნავს ესტონეთის ეკონომიკა. და თუ ამ მასალებს აიკითხავთ, ნახავთ რომ ისინი თვითონ ერთმანეთშიც არ არის თავსებადი და მათი ასეთი ნაჯვარი ფიზიკურად შეუძლებელი. თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბების პერსპექტივა რეგიონალურ მასშტაბით რამდენად შეუძლია თავისუფალ სავაჭრო სივრცეს მოაგვაროს კონფლიქტები. თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის სივრცეში ჩვენ ვიყავით, როცა ვიყავით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, კავკასიის რეგიონში ასეთი რამის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია. ხავალზე დავწერთ, ფიზიკურად ვერ გააკეთებთ. იმიტომ რომ სამწუხაროდ კავკასია არ არის ბალტიის რეგიონი, სომხეთი და აზერბაიჯანი ამაზე ხელს არადოს არ მოაწერენ, საქართველოს კი თავისუფალი ვაჭრობა აქვს სომხეთანაც და აზერბაიჯანთანაც. რაც შეეხება აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, მოგეხსენებათ, რომ აქ პრობლემა ბევრად უფრო სხვა კონტექსტში არის დაყენებული და მაშინ ჩვენ რომ ამათან გავიდეთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე, ჯერ უნდა ვაღიაროთ მათი დამოუკიდებლობა და მე როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან დავდოთ შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. არ ამგონია, რომ ეს დღეს ვინმე სერიოზულად განიხილოს საქართველოში, თუმცა დიდი სიამოვნებით იქნება განხილული კიდაც სოხუმში, კიდაც ცხინვალში. დიახ, ისმეთ მერე თქვენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტი ახალგაზრდა. აინტერესებს, ეხლა იქნება საუკეთესო შემოქმედი ნაბიჯი იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, ეკონომიკური ინტეგრაცია მოხდეს. კი ბატონო, კითხვი ძალიან მოკლედ. აპრილის ბოდიში, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც მოხდა მთავრობის ზედა ეშელონის შეცვლა, ქვედა რგოლზე ლაპარაკი არ არის, ის ისეთივე ძველია ხშირ შემთხვევაში და განსაკუთრებით ჩემთვის და ალბათ თქვენთვის როგორც ეკონომისტისთვის სამწუხარო ეკონომიკურ ბლოკში ძალიან ბევრი რამ უბრალოდ არ შეცვლა. ანუ ის ხალხი, ვინც ბლოკავდა
მაგრამ ზედა ეშელონში არის სრული განწყობა იმის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდეს 2014 წელს. და ინტენსიურად მიმდინარეობს ზედა ეშელონში მუშაობა. მე ნამდვილად არ ვარ ახლა ისეთი განწყობით, რომ ეს შუაგოლები ან ქვედა ეშელონი ამას დაბლოკავს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პრობლემა დღეს არის. ერთი მხრივ, როდესაც მასობრივი წმენდა არ დაიწყო სახელმწიფო სტრუქტურებში, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით არის სწორი, მაგრამ უნდა იმავდროულად გვახსოვდეს, რომ ეს არის პრობლემების შექმნები და ჩვენ ამ პრობლემებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. განსაკუთრებით პროკურატურასთან მიმართებაში, სასამართლოსთან მიმართებაში და სხვადასხვა სფეროებში. ასე მწვავედ არჩევს ეკონომიკაში, მაგრამ ერთმანეთ მსგავსი სიტუაცია იქაც არის. თუმცა ოფიციალური განცხადება არის, რომ 2014 წელს იქნება ევროკავშირთან ღრმა და ყოველწლიური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული. დიახ, გისმენთ. შემოჭრა ეს შეგრძნება. რა თქმა უნდა, არცად არ შეცვლა პრაქტიკულად ეკონომიკის სამინისტრო თუ აიღებთ, იქ ახალი ერთი ვაკანსია იყო მინისტრის მოადგილეს და ახალმა მინისტრმა მიიყვანა, ყველა სხვა მოადგილე დეპარტამენტის უფროსები, მათი მოადგილეები, საქართველოს უფროსები, სულ ძველი კადრები არცად არანაირი ცვლილება არ გატარებულა. რას ფიქრობთ თქვენ ეს ხელისუფლების პრობლემა ხო არ არის, რომ საზოგადოებას არ ამცნობენ ამას? საზოგადოება არ იფიქროს, რომ ეს ზედა ეშელონის პრობლემაა და არ არის გამორიცხული, ვერ გეტყვით, არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს პრობლემაა და სხვა თუ არაფერი, მოდით ასე. ხო, მე მადლობელი ვარ, რომ მომიწვიეთ და მაქვს შესაძლებლობა ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ. და თქვენ გითხრათ, მე დანამდვილებით ვიცით და ერთ-ერთს რასაც რა თქმა უნდა მე ჩემ თხრობაში ვარ სუბიექტური, იმიტომ რომ ყველა ადამიანი თავის თხრობაში ბუნებრივია იქნება სუბიექტური, მაგრამ ეს ინფორმაცია ასეთი არის. ეს არის ქვეყნისთვის პრობლემა. ანუ მზაობა ზედა ეშელონის მინისტრების, მინისტრის მოადგილეების, მე ვიცი რომ არის 2000 ეს ვალდებულება საჯაროდ არის დაფიქსირებული. დანარჩენი ახლა როგორც იტყვიან აღდგომა და ხვალეო. რომ მოვა 2014 წელს და ამას ნახავ. და მესამე ხო კი ბატონო მე წერან განაცხადნენ მეც მაგრამ დაგაცვლილი. ჩვენ ჩავთვალეთ პოზიტიური მხარეები საქართველოში წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. მე მაინტერესებს ნეგატიური მხარეც. კი ბატონო, გეტყვით. კი ბატონო. იცით doing business პირდაპირ ითარგმნა ბიზნესის კეთება. ქართულად ბიზნესის კეთება ფლატ კეთილჟღერადი არ არის. ამიტომ ჯობია ბიზნესის წარმართვა. ანუ არა სიტყვა სიტყვით თარგმნოთ. ყოველ შემთხვევაში თუ გაიზიარებთ, ხომ კარგი თუ არა და აი მე ჩემს ნაწერებში ყველგან წერ ბიზნესის წარმართვა. მე პოლიტოლოგი ვარ და პოლიტიკის კეთება ვიცი. ხო, კი ბატონო, კი. მე ნამდვილად არ მინდა რომ ჩავერთო, უბრალოდ რადგანაც მომიწვიეთ ჩემს შეხედულებებს გიზიარებთ. გაითვალისწინებთ, ხომ კარგი თუ არა და ასე ვთქვათ ის ახალი ამბების კეთება. ხო, ასე იძახიან. კი, ასეც იძახიან ჟურნალისტები. სხვათა შორის აქ ვინმე ჟურნალისტები მომავალი მხარ სტუდენტებიდან თქვენ ხო აი ძალიან კარგი ერთი მაინც ყავჩენ ამ დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე დიდად მე ყოველთვის ყველაზე მომთხოვნი ვარ ჟურნალისტების მიმართ იმიტომ რომ ისინი დიდად აყალიბებენ ჩვენ მეტყველების გემოვნებას ხო მაგალითად მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ბარბარიზმის თუკი ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს რომ ჩვენ ამის სიტყვითი მარაგი გაგვაჩნია თავისთავად ბარბარიზმი იძულებითი ნაბიჯია თუ შენ არ აგაქვს და სიტყვას ვერ იგონებ ჯობია ეს სიტყვა შემოიტანო თუმცა ჩვენ ისტორიაში რამდენიმე კარგი მაგალითიც გვაქვს მცირე გადახვევა ლიანდაკი ხო წინვალე სიტყვა რომელიც იდმა ილიამ დაგვიტოვა ან მეორე სიტყვა რუსულიდან ქართულში საჭირო იყო სიტყვა საბეთ თუ ვინც რუსული იცით და გაგიწერეთელმა გამოიყენა სიტყვა რჩევა ილია ჭავჭავაძემ შექმნა ახალი სიტყვა საბჭო დამკვიდრდა საბჭო ანუ იყო ერთი პირდაპირი თარგმანი და მეორე იყო შემოქმედებითი მიდგომა ანუ ჩვენ არ ვართ ვალდებული და არც ყველა ილია ვარ და ვერთმა ეს მხოლოდ ისტორიულად გვაგონებს ხოლმე ასეთ გამორჩეულ პიროვნებებს აქედან გამომდინარე ვერ შექმნით სიტყვებს მაგრამ ცდილობა იმის რომ თუნდაც რაღაცა გვაქვს რატო ჩავალაჩვოთ თორემ მე ერთ-ერთ ლექციაზე ვიყავი ერთი ძალიან საინტერესო ახალგაზრდა პროფესორის ფილოლოგის წინვალე ლექციას კითხულობდა ილია ჭავჭავაძე და თანამედროვეობაზე
მაგრამ ერთი ისეთი ფრაზა თქვა, კი ნახავ სკამიდან გადმოვარდი, როდესაც აუდიტორიას უთხრა, რომ დიდმა ილიამო ჩვენ თაობას მესენჯერ დაგვიტოვა. დენჯერსა გამოგიფიქრე, ახლა ელიას რო ეს მოდეს, რომ თურმე მესენჯები დაუტოვებია, მე მოვალი თაობებით. ხო. ასე რომ ეს ვარ, ახლა რა თქვი? დღეს არის გამცემებული ახალი კოაბიტაცია. ხო, თანაც ხანდახან ამასო თქვით უნდა თქვას. ხო, გიმელის მომგვრელია, გვაქვს თანაცხოვრება, თუმადამაც გინდა ხაზი გაუსორო, ეს არის პოლიტიკური სფეროში, თქვი პოლიტიკური თანაცხოვრება. მაგრამ ამაში არამდენად პოლიტიკოსების წოდება, რამდენადაც სამწუხაროდ ჩვენი ჟურნალისტები, რომლებიც ძალიან ადვილად, ალბათ ეს მე ყველაზე არ ვთქვი, მაგრამ ძალიან დიდ დონეს ახასიათებს საკმაოდ დაბალი კვალიფიკაცია და ფიქრობენ თუ უცხოურ სიტყვებს ბევრ სიტყვიან ეს მე განსწავლულობაზე მეტყველებს და ეს ფსევდო განსწავლულობაა. თქვენ კონდაკტ შეკითხვათ, ისმენთ. ცოტა ხმამაღლა არ მესმის. დიახ. ანუ ხარ ამ მაინტერესებს. აი თავისუფალი ბაზარი როდესაც ნიშნავს, ეს ორთქოს თავისუფალი. მაგრამ ჩვენი ხარ ავსაუბრობთ თავისუფალს. ამ ბაზარს. ჩვენ ის ასმია. მის ინტერესი რა არის? საგები. ჩვენ ხარ შეიძლება ჩვენ საქართველოში ჩვენი პროდუქცია დაეცია. ჩვენ რაც გავიქცეთ ევროპაში. ჩვენ ხალხი კი ბატონო, ძალიან საინტერესო შეკითხვა. ჯერ მოდი თავისუფალ ბაზარზე გეტყვით კომენტარს. თავისუფალი ბაზარი ეს არის სამეცნიერო ტერმინი, ეკონომისტებისთვის კარგად ცნობილი. თავისუფალი ბაზრის საფუძველი არის სრულყოფილი კონკურენცია. ასეთი ბაზარი მსოფლიო ბუნებაში არ არსებობს და არც ადოს არ ყოფილა. ეს არის აბსტრაქცია საბაზრო კანონზომიერების შესასწავლად, ამიტომ თავისუფალი ბაზარის ოპერირება პროფესიონალი ეკონომისტის და ყოფითი ოპერირება განსხვავებულია. ანუ ადამიანები როცა ამბობენ თავისუფალ ბაზარს, მათ გონიათ რომ ეს არის რომ მათ საქმიანობაში არავინ არ ერევა და ამიტომ არის თავისუფალი, ეკონომისტისთვის კი თავისუფალი ბაზარი ნიშნავს თელ რიგ თვისებებს, რომელიც ამ ბაზარს უნდა გქონდეს. იცის რომ ესეთი თვისებები ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს, ეს არის აბსტრაქცია, რომ ზოგადი კანონზომიერება შეისწავლოს. იდეალურ ტიპს შეგახსენებთ, ახალგაზრდები ხართ, ალბათ არც თუ დიდი ხნის წინ საშუალო სკოლაში სწავლობდით და ფიზიკას თუ გასწავლიდეთ, თუმცა შეიძლება თქვენ თაობას ფიზიკას კარგად აღსწავლიდეთ, თუმცა ისეთ ფაკულტეტზე წამოხვედით, რომ ფიზიკას ალბათ დიდად არ წიწუხებდით თავს, მაგრამ ბოილ-მარიოტის კანონი გაგონილი უნდა გქონდეთ. მე კანონის შინაარს ნამდვილად ახლა არ გავიხსენებ, მაგრამ ბოილ-მარიოტის კანონი თურმე მოქმედებს იდეალურ გაზებზე. ანუ გაზებზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ მეცნიერებაში არის მიღებული ასეთი მიდგომა აბსტრაქციის, რაღაც იდეალური გაწმენდილი სისტემა შექმნა, იმაზე შეისწავლო კანონზომიერება და შემდეგ რეალობა რამდენადაც განსხვავდება იმ იდეალურისაგან, ის გადახრა შეიტყო და შემდეგ ნახო როგორ ხდება მისი მოქმედება რეალურ ვითარებაში. ახლა თქვენი კითხვა, რა შეიძლება ჩვენ ევროპას შევთავაზოთ? თუ ავიღებ ბაზრის მასშტაბს 2000-ჯერ მეტი ბაზარი, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის დაინტერესება, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში, იმიტომ რომ ამით ევროკავშირის ბაზრის მასშტაბი გაიზრდება, არსებითი არ არის. იმიტომ რომ ის იმდენად დიდია 2000-ჯერ დიდი, რომ ეს მცირე პოტენციალს აძლევს მას. მეორე მხრივ, ევროკავშირის სურვილი რა არის? რომ გარკვეულწილად დააფასოს და მხარე დაუჭიროს იმ დემოკრატიულ სულისკვეთებას, რომელიც არის ჩვენ საზოგადოებაში. ჩვენ არ ვართ ჯერ კიდევ დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ძლიერი არის დემოკრატიული სულისკვეთება. ამიტომ ალბათობა იმის, რომ საქართველო გახდება დემოკრატიული ქვეყანა, ბევრად უფრო მაღალია ვიდრე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, მაგალითად ერთ-ერთი სახელმწიფო ჩვენი მეძობელი, იქ სადაც თვითონ იმ სახელმწიფოს, იმ ეთნიკური ჯგუფის სპეციალისტები წერენ და აკეთებენ დასკვნას, რომ იქ ესეთი დემოკრატიული მისწრაფებები ადამიანებში არ არის. ეს და მეორე, საქართველო როგორც დაჩაგრული რუსეთის აგრესიის და როგორც რუსეთის აგრესიის მსხვერპლი ევროკავშირმა გადაწყვიტა რაღაცნაირად დაუდგომოდა ქვეყანას გვერდზე. რა შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ ევროკავშირს?
ეკონომისტებს აქვთ ასეთი რამ, რომ ყველა ქვეყანას აქვს შედარებითი უპირატესობა და შედარებითი უპირატესობის დარგები არის სწორედ ის დარგები, რომლითაც ეკონომიკურად ხდება მოცემული ქვეყანა მიმზიდველი სხვა ქვეყნებისათვის. მე ბიზნესის დაწყების შედარებით უპირატესობაზე თქვი, რაც ჰქონდათ ნაციონალურ მოძრაობას და იქ შეკითხვა იყო რა დარღვევები იყო, ამასაც გეტყვით, ჯერ ის დავამთავრო, მაგრამ გარდა ამისა, რა ეკონომიკური უპირატესობა აქვს, იქნა ჩატარებული ძალიან საინტერესო კვლევა, აქ ორი გზა არის. ერთი, რომ აპრიორი ჩაატარო კვლევა და გამოავლიო ეს შედარებითი უპირატესობის დარგები და მეორე გზა უბრალოდ მიუშვა ეკონომიკა და ეკონომიკა თვითონ გიჩვენებს სადაც მას შედარებითი უპირატესობა. ერთი გზა მეორე გზას არ გამორიცხავს. იმიტომ რომ პირველი გზა საკმაოდ რთულია, მაგრამ შეიძლება შეცდომა დაუშვა და თან პირველი გზით შეიძლება ყველა პერსპექტიული მიმართულება მაინც ვერ გამოიკვლიოს. ხოლო თუ მიუშვებ, შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დახარჯო, სანამ ეს ეკონომიკა თვითონ ჩამოყალიბდება. ამიტომ ეს ორი გზა, ასე ვთქვათ, დაბალანსებული უნდა იყოს. რისი კვლევა შეიძლება, უნდა ჩაატარო კვლევა, ჩატარდა ასეთი კვლევა და არა მარტო ქართველი, არამედ ევროპელი ექსპერტების მიერ და გამოიკვეთა რამდენიმე დარგი, რომელსაც მათი შეფასებით და ქართველებიც ამას ეთანხმებიან, საქართველოს აქვს შედარებითი უპირატესობა. პირველი, ეს არის სატრანსპორტო დერეფანი. ანუ საქართველოს სატრანსპორტო ფუნქცია. თითქოს დიდი კვლევა ამას არ სჭირდება. ზღაპარი მოიგონა ედუარდ შევარდნაძემ, რომ აბრეშუმის გზა გადიოდა საქართველოზე და ეს ზღაპარი აიტაცა მთელმა მსოფლიომ, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოს აწყობდა, რომ ეს ტრასა ყოფილიყო ალტერნატიული რუსეთის. იმიტომ რომ ისტორიულად, ისტორიკოსი არ ვარ, მაგრამ ისტორიკოსებიდან ვიცი, რომ ისტორიულად არც იმის დადასტურება, რომ აბრეშუმის გზა გადიოდა საქართველოზე, თუმცა არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ეს გზა არ გადიოდა საქართველოზე. მაგრამ შექმნა რა მითი ახალი აბრეშუმის გზის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ, არ ვიცი ეს მას მოვიდა თავში აზრა თუ ვინმე უკარნახა, ეს მე არ ვიცი, მაგრამ მის სახელთან არის დაკავშირებული ეს მითი მთელმა მსოფლიომ აიტაცა და იცით რომ საქართველოზე მართლაც გადის მილსადენები, შენდება ახალი რკინიგზა და ქვეყანას აქვს ეს ფუნქცია. მეორე, რაც ამ კვლევამ აჩვენა, საქართველოსთვის, ასე ვთქვათ, შედარებითი უპირატესობის დარგი არის ჰიდროენერგეტიკა. იქიდან გამომდინარე, რომ მთიანი რეგიონი ვარ, ბევრია ჩვენთან ეს მდინარეები, ამიტომ ბუნებრივად არის შესაძლებლობა, რომ საქართველოში განვითარდეს ეს დარგი და საქართველო გახდეს ერთ-ერთი სერიოზული ექსპორტიორი. მესამე დარგი, რომელსაც გეტყვით, ასევე თქვენ ყველა კარგად იცით, ახლა თითქოს ახალს არაფერს არ ვიძახი, მაგრამ ეს კვლევის შედეგია, რაც იქნა შესწავლილი უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მიერ. შემდეგი დარგი ეს არის სოფლის მეურნეობა. მაგრამ არა მარტო სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა. ანუ სოფლის მეურნეობა შენ თუ აიღებდა მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ორიენტაციას, ეს ჩამორჩენილობა გუდმიჟო. ანუ აუცილებელია სოფლის მეურნეობა და თუ შენ გაქვს კარგი სოფლის მეურნეობა, იქვე შეგიძლია შექმნა კვების მრეწველობა, ანუ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის სამრეწველო გადამუშავება, რომელიც პრაქტიკულად უფრო ხანგრძლივ ვადიანს ხდის მოცემულ სასოფლო სამეურნეო პროდუქციას. შემდეგი დარგი, ასევე თქვენთვის ყველასთვის ცნობილია, არის ტურიზმი. და დარგი, რომელიც შეიძლება თქვენ არ იცოდეთ, სამთო-მომპოვებელი მრეწველობა. და ამ სამთო-მომპოვებელი საქართველოს არც ახლა ოქრო გვაქვს, მაგრამ ბევრი არა, ნავთობი გვაქვს მცირე რაოდენობით, გაზი ძალიან მცირე, სამთო-მომპოვებული მრეწველობა განსაკუთრებით საშენი მასალების მიმართულებით. აი ეს არის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება. შედარებითი უპირატესობა. ეხლავე ვიცი 1, 2, კიდევ კითხვა მაქვს დასასრულებელი 4. ასე რომ ძვირფასო მეგობრებო, აი თუ იქნება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ყველაზე დიდი ალბათობით საქართველოში ინვესტიციები, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, ახალი საწარმოების შენებლობა იქნება სწორედ ამ დარგებში, სადაც აქვს ქვეყანას შედარებითი უპირატესობა. ანუ საუბარი არის ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე, საუბარი არის საშენი მასალების მოპოვების და გადამუშავების განვითარებაზე, საუბარი არის
სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და კიდევ უფრო სერიოზულ განვითარებაზე კვების მრეწველობის. ანუ ამ დარგებზე არის და ბუნებრივია ტურიზმის განვითარებაზე. რა თქვენ ბრძანეთ რომ აი ეს კითხვა იყო ასეთი რა პოზიტივი, ნეგატივი, ხო, იცით მარტო ერთ ფერში რო იყოს რაიმე დახასიათებული არ იქნება მართალი, რა თქმა უნდა მე გითხარით ის პოზიტივი რაც იყო ბიზნესის დაწყების სიადვილე, მაგრამ იგივე ბიზნესთან იყო არაერთი ნეგატივი. მაგალითად ბიზნესის დახურვის სირთულე. იცით რომ დღეს საქართველოში გახსნილი ფირმების ესე იგი აი დარეგისტრირებულ ფირმებში მომუშავეთა რაოდენობის შეფარდება ამ ფირმების რაოდენობასთან არის 3-4-თან. ნახეთ რა გითხარით? დარეგისტრირებულ ფირმებში მომუშავეთა რაოდენობის თანაფარდობა ამ ფირმების თანაფარდობასთან არის 3-4-თან. ანუ გამოდის რომ ერთ ფირმაში მუშაობს 0.75 ადამიანი. შეუძლებელია რა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ თურმე ადვილია ფირმები გახსნა და ვერ ხურა. ამიტომ მე ამ ფირმას დროებით აჩერებ, მაგრამ ის რეგისტრირებულში რჩება, იხსნება ახალი და გამოგვივიდა რომ ჩვენ ფირმების რაოდენობა 25%-ით მეტი გვაქვს, ვიდრე ამ ფირმებში დასაქმებული ადამიანები. ეს ახლა თითქოს მტკივნეულოა, მაგრამ ერთ-ერთი ნაკლი ეს არის. ახლა რა მტკივნეულია? საკუთრების უფლების ხელყოფა. როდესაც ხდებოდა ყოველგვარი სასამართლო განხილვის გარეშე ობიექტების დანგრევა, წარქმევა, ან ძალოვან სტრუქტურებში დაბარება მესაკუთრეების და იძულებით დათმობა საკუთრების. ან ეგრეთ წოდებული არალეგალური ბეგარა, როდესაც აიძულებდნენ მამას და მამას სხვადასხვა სამთავრობო ღონისძიებების თუ პარტიული ღონისძიებების დაფინანსებას და ამის მაგალითები ძალიან ბევრია. ახლა შეკითხვები. თხოვთ. მოგესალმებით, ხალხი ჯერია ივან ჯორჯიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ბიზნეს ფაკულტეტი. ბატონო, მაინტერესებს სამი სხვადასხვა საკითხი. მაინტერესებს დავიწყოთ პირველ რიგში აქტუალურ ჩვენს ქვეყანას შედარებით უპირატესობა ბიოდარგებაში და რაში გამოიხატება შედარებით უპირატესობა. მეორე ჩვენ ვიცით რომ ჩვენ ვართ აგრარული ქვეყანა და ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სწორედ აგრარულ სექტორს ფორმალურად თუ არაფორმალურად, მაგრამ არის პრობლემა ის რომ არის მიწების ძალიან დაგუთმართებულია აგრარულ სფეროში მიწები და რა უნდა მოხდეს ანუ ისრაელის მაგალითად ჩვენ ვიცით რომ მაგალითად 75% მიწების არის კოოპირებული, ანუ ფერმერები ინდივიდუალურად ახერხებენ იმას რომ გააერთიანონ ეს მიწები და გარდა ამისა მნიშვნელოვანი ფაქტია ის რომ 90% მიწების არის სახელმწიფო საკუთრებაში ისრაელში და მესამე საკითხი ცოტა თემას გადავხო. თქვენ რამდენად სწორად მიგეჩნიათ ის რომ 2013 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სფეროში გათვალისწინებული რეფორმები განსაკუთრებით საკოლხო დაზღვევის საკითხი, როცა შეიძლება და რამდენად ეფექტურია, ეფექტიანია უბრალოდ, ხარ შეიძლება და ეს თანხები გადანაწილებული იყო მაგალითად უფრო ისეთ დაავადებებზე, რომელთა დაფინანსებაც არ ხდება, მიუხედავად იმის ნაცვლად, რომ დღეს ყველა არის დაფინანსებული მიუხედავად მათი საჭიროებისა. მადლობა. იმის გათვალისწინებით, რომ სამი სხვადასხვა კითხვა იყო, გზადაგზა უნდა შემახსენოთ. უცებ აუმივარდა თავიდან. ბიოტექნოლოგიებს რაც შეეხება. ბიოტექნოლოგიები არის პრაქტიკულად ის რომ თუ ქვეყანას აქვს შედარებითი უპირატესობა სოფლის მეურნეობაში, რა თქმა უნდა ამის გამოყენება შეიძლება, მაგრამ ეს დაკავშირებული არის შესაბამის ინტელექტუალურ ძალებთან, ანუ შესაბამის სპეციალისტებთან. ამიტომ ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ წარმოებდეს შესაბამისი კვლევაც და შესაბამისი კადრების მომზადებაც. რა თქმა უნდა ამის პოტენციალი ქვეყანას გააჩნია, რამდენად იქნება ეს პრიორიტეტული, ეს არის დამოკიდებული იმ პოლიტიკაზე, რომელიც იქნება გატარებული ქვეყნის მიერ, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით. მეორე თქვენი შეკითხვა იყო? მიიღო აგრარულ რეფორმასთან. ეს ურთულეს საკითხია. კოოპერაცია სოფლად არის ერთ-ერთი გზა სასოფლო სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის ამაღლების. მაგრამ
ეს ახლა გახდეთ ეს ტერმინი პოპულარული თორე ადრე როგორც კი კოოპერაცია სიტყვით იმ წელს დაგაბრალებდნენ რომ საბჭოთა კავშირში დააგინა დააბრუნა იმიტომ რომ ასოციაცია იყო კოლმეურნეობებთან რაც მაშინ იყო ძალიან კარგი რომ უკვე მოვიდა ეს თაობა რომელსაც შეუძლია ამ თემაზე ლაპარაკი და ეს არავინ არ იტყვის რომ ახლა თქვენ კოლმეურნეობების აღდგენა გინდათ ხო ვერ დაგაბრალებთ თქვენ ეს არიცით უბრალოდ და ბედნიერება ის არის რომ თქვენ ეს არიცით მაგრამ იმავდროულად მე ხედავთ რომ სოფლად კოოპერაციის გარეშე წარმატება ვერ იქნება. რა თქმა უნდა, მიწების ნაციონალიზაცია ეს იქნებოდა ყველაზე დიდი შეცდომა თუ კი ქვეყანაში ამ პოლიტიკას გაატარებდა ქვეყანა, რომ ეს მიწების სახელმწიფო საკუთრებაში და ამ ტიპით წასულიყო. მაგრამ ამ ურთიერთობებს აუცილებლად ჭირდება საკანონმდებლო რეგულირება. ანუ ჭირდება სწორედ ამ კოოპერაციული საქმიანობის საკანონმდებლო გამტკიცება, რომელშიც ერთდროულად დაცული იქნება საკუთრებითი უფლებები, საკმაოდ კაფიოდ და იმავდროულად შესაძლებელი იქნება საკანონმდებლო დონეზე იმის დარეგულირება, რომ ხელი შეეწყოს კოოპერაციულ საქმიანობას. თორე ახლა რო სასოფლო სამეურნეო ახალი ხელისუფლება რასაც ატარებს, ხშირად მე ასეთი კითხვა მაქვს, რომელზედაც პასუხი ჯერ მთავრობიდან ვერ მივიღე. აი სასოფლო სამეურნეო ბარათებს რომ არიგებენ. ეს ბარათები სოფლის მეურნეობას ავითარებს თუ გლეხების სოციალური დახმარება. თუ ორივე ერთად არის. ხო, მცირემიწიანი ფაქტობები სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, ეს უფრო სოციალური პროგრამაა. და თავისთავად ცუდი არ არის სოციალური პროგრამა, ჩვენ გვჭირდება ყველას, იმიტომ რომ უმძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ სოფელი ამით ადგება თუ არა ფერზე. ეს არ იქნება საქმელი, რომ აი იმიტომ რომ გულიანობა და ვერ დავხანო. ხო, იყო წაში ჩვენ ხო მარტო იმიტომ არ უნდა გავაკეთოთ რამე რომ საფრთხმელი კონდეს, თორე ახლა წარმოიდგინეთ კახეთში რაც გაკეთდა, ხო? 95 მილიონი დაიხარჯა, ვითომ და ზარალის ხარდასაჭერად, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრმა ოჯახმა თურმე გაიხარა რომ ახალი მანქანები იყიდეს, ხო? ახლა ეს გარკვეულწილად გამოძახილია თქვენ კითხვაზე. სოფლის მეურნეობა დღეს საქართველოში არის უღრმეს კრიზისში, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს სოფლად და სოფლის მეურნეობის წილი მთლიანში პროდუქცია 10%-ზე მეტი. ნაკლებია. ანუ გამოვიდა რომ ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქმნის ჩვენი ეკონომიკის მეათედზე ნაკლებს. ეს ღრმა კრიზისია, თანამედროვე კლიმატურ პირობებში, რომელიც საქართველოს. მაგრამ იმის თქვა, რომ საქართველოს უნდა იყოს აგრარული ქვეყანა და ჩვენი პრიორიტეტული დარგი არის სოფლის მეურნეობა, ეს ნიშნავს საქართველოს გავწივროთ მუდმივ ჩამორჩენილობაზე. საქართველოში არ უნდა იყოს აგრარული კრიზისი, მაგრამ სოფლის მეურნეობა არ შეიძლება იყოს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტი. იმიტომ რომ თუ აიღებთ ახლა სიმინდის თემა გავიხსენოთ, ხო, რომელიც ჩავარდა. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ ნახავთ, ყველაზე დიდი სიმინდის წარმოებელი შტატები, ეკონომიკურად ყველაზე ჩამორჩენილი შტატები. ანუ თუ არ არის მაღალი ტექნოლოგიები, თუ არ არის დამატებული ღირებულების შექმნელი ტექნოლოგიები, რომელმაც უნდა გადაამუშავო მიღებული ნედლეული, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, თუ ეს ტექნოლოგიები არ არის, ესეთ ქვეყანა არის ჩამორჩენილი. რაც შეეხება მესამე კითხვას. მესამე არის კითხვები, რომელსაც პასუხი არის ცოდნითი. და არის კითხვები, რომელსაც არის გემოვნებითი. აი როცა ცოდნითი კითხვა, მე შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა ამის შესახებ და თქვენ შეიძლება მე არ მომისმინოთ, წახვიდოთ სახელმწიფოში წაიკითხოთ ინტერნეტში მოძებნოთ. არის გემოვნებითი. აი თქვენ კითხვა რა დაშვით ჯანდაცვასთან დაკავშირებით, ეს არის გემოვნებითი. ამ თაობას ეს გემოვნება. მე ვხედავ რომ თქვენ დასწრებული გემოვნება. ხო, ყოველ შემთხვევაში რა გემოვნება ქონდა წინა თაობა ჯანდაცვასთან დაკავშირებით, ცოტა რთული ჩამოსახელებელია, მაგრამ თუნდაც ცუდი გემოვნება როცა აქვს, უკვე იცი რომ ეს გემოვნება არის და მე დარჩენი გამოჩნდება როგორ გამოსწორდეს თუ არა. თუ უფლებას მოგცეთ, მოდით მესამე მიმართულებასაც დავამთავრებ და მე გავაგზავნოთ კითხვები, რომ უფრო კომპლექსური იყოს თქვენი შეკითხვები. ისე არ წავალ რომ მე ასეთ არ მეჩქარება, თუ თქვენ არ გეჩქარებათ, რომ თქვენ კითხვებს პასუხი არ გავცეთ. ამიტომ მესამე დარგი, მესამე მიმართულება ქვეყნის, ხო, ეს არის რუსული მიმართულება. და აქ არის ერთი სერიოზული პრობლემა. პრობლემათა ბუკეტი გვაქვს, თაიგული, მაგრამ ერთი განსაკუთრებული. რუსეთს უნდა რომ ერთდროულად ორი ამოცანა გადაწყვიტოს. იყოს სოფლიოს პოლუსი და ეს პოლუსი, ეს ამბიცია მარტო ის კი არ არის, რომ ძლიერი იყოს. არ მქონდეს აგრეთვე დემოკრატიულობის იმიჯიც, იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში, მას ანგარიშს უწევდნენ. და იმავდროულად
აქვს ის სურვილი, რომ გარკვეულწილად თავისი იმპერიული ამბიციების რეალიზაცია მოახდინოს. ამ თვალსაზრისით 10 წლის წინ რუსეთში იყო ძალიან პოპულარული და მაშინ გახდა პოპულარული, თორემ მანამდეც იყო, მაშინ გახდა პოპულარული ლიბერალური იმპერიის შექმნის კონცეფცია. თავისთავად ლიბერალური იმპერიის კონცეფცია არ ახალია, ეს ჯერ კიდევ ბრიტანელების იდეა არის, როდესაც ბრიტანული იმპერია იშლებოდა, შემდეგ მისი მოდიფიკაცია მოახდინეს და ამერიკელებსაც აქვს ლიბერალური იმპერია, მაგრამ დღეს რაც მინდა გითხრათ, ესაა რუსული ვარიანტი ლიბერალური იმპერიის. 2003 წელს ასეთმა ძალიან ცნობილმა რუსმა საზოგადო მოღვაწემ, ეკონომისტმა, მენეჯერმა, პოლიტიკოსმა ანატოლი ჩუბაისმა გამოაქვეყნა სტატია რუსეთის მისია 21 საუკუნეში. ეს წელი სტატია გამოქვეყნებულია რუსულ გაზეთ ნეზავისიმე გაზეტაში და დღესაც შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში ეს წერილი ხელმისაწვდომი. ეს წერილი ანატოლი ჩუბაისის იყო ეტაპობრივი წერილი. იქ დასმული არის მარტივი კითხვა. როგორი უნდა იყოს რუსეთის მისია 21 საუკუნეში? აქედან გამომდინარე შემდეგი კითხვები. შეიძლება თუ არა რუსეთი გახდეს ნატოს წევრი? შეიძლება თუ არა რუსეთი გახდეს ოდესმე ევროკავშირის წევრი? პასუხი აქ ძალიან მარტივად გაცემული. შეუძლებელია რუსეთის ზომებიდან გამომდინარე. ყოველთვის მისი არგუმენტი ასეთია. მაშინ რა არის რუსეთის მისია 21 საუკუნეში? და ის ავითარებს ლიბერალური იმპერიის კონცეფციას, სადაც ხალხს უსვამს, რომ რუსეთმა უნდა შექმნას ახალი იმპერია, ოღონდ ეს უნდა შექმნას არა იარაღის გამოყენებით, არა დაპყრობით, არამედ ეს უნდა შეიქმნას ეკონომიკური ექსპანსიით. ყველა იმ ქვეყნებში, რომელიც არის რუსეთის მომიჯნავე, ეს პირველ რიგში არის რუსეთის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. და არა მარტო იქ, სადაც კი შესაძლებელია პრივატიზაცია იქნება თუ რომელიმე გაკოტრებული წარმოება, მსხვილი ობიექტები რო ჩაიგდოს ხელში. ანუ შეიწყიდონ რუსეთის მსხვილმა კომპანიებმა და შემდეგ ეკონომიკური მერკეტებით კონდეთ ზეგავლენა ამ ქვეყნებზე. ანუ პრაქტიკულად სიტყვა ლიბერალური ამ კონსტრუქციაში ნიშნავს იმას, რომ რუსეთი არა იარაღის ძალით ფიქრობს, აკონტროლოს ეს ქვეყნები, არამედ ეკონომიკური მერკეტებით. და პრაქტიკულად რუსეთმა დაიწყო კიდევაც ლიბერალური იმპერიის შექმნა, თანამედროვე რუსულ პოლიტიკურ წრეებში ამ ტერმინს უკვე აღარ ხმარობენ. თუმცა ამ მიმართულებით მაინც მოქმედებენ. ახლა რაც დავარქვეთ სახელს რა მნიშვნელობა მთავარია, რომ ეს სქემა საკმაოდ პოპულარულია. ამ სქემით რა უნდა გაკეთდეს? უნდა გაკეთდეს ის, რომ თუ კი შეგიძლია ლიბერალური იმპერიის ფორმატში მოაქციო ესა თუ ის ქვეყანა, უნდა შეხვიდე ამ ქვეყანაში და შეიძინო პირველ რიგში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები. მცირე კომენტარი. ეკონომისტები ტერმინს სტრატეგიული ობიექტი არ იცნობენ. ეკონომიკაში კრიტერიუმი ობიექტის სტრატეგიულობის არ ძევს. ეკონომიკაში არის კრიტერიუმი მომგებიანი და წამგებიანი ობიექტი. წმინდა ეკონომიკური თეორიიდან ვერ ვიტყვით, რომელი ობიექტი არის სტრატეგიული, ან არ არის სტრატეგიული. ასეთი კრიტერიუმს ეკონომიკური მეცნიერება არ ფლობს. მაგრამ ეკონომიკა ხო არ არის ჩვენი ცხოვრება მარტო. ხო ბევრი სხვა სფეროებიც არის. და აი სხვა სფეროები და შემოდის განსაკუთრებით ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან ის კრიტერიუმები, რომელთაც ესა თუ ის ქვეყანა აყალიბებს რა არის მისთვის სტრატეგიული ობიექტი. ეს სტრატეგიული ობიექტი არის დაკავშირებული ქვეყნის თავდაცვის უნარიანობასთან, ქვეყნის ძირითადი ფუნქციების განხორციელებასთან. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი შედარებითი უპირატესობა ეს არის სატრანსპორტო დერეფანი, ბუნებრივია, რომ ლოგიკურად ის ობიექტები, რომელიც ამ სატრანსპორტო დერეფანში საკვანძო ფუნქციების შემსრულებელია, ყველა სტრატეგიული ობიექტია. აი, სწორედ ამ ობიექტების ხელში ჩაგდებაზეა სტრატეგიული ობიექტების და ამით ლიბერალური იმპერიის შექმნაზე. კავკასიაში ლიბერალური იმპერიის შექმნის პირველი ნაბიჯები რუსეთმა გადადგა ჩვენს მეზობელ სომხეთში. დღეს სომხეთს პრაქტიკულად თავის ეკონომიკა არ გააჩნია.
დღეს პრაქტიკულად სომხეთის ყველა მსხვილ საწარმოს ამ ფლობს, ან მართვაშია გადაცემული რუსულ კომპანიებს. ეს კომპანიები არ არის სახელმწიფო კომპანიები, ან არის კერძო კომპანიები, მაგრამ მსხვილი კომპანიები, რომელთაც აქტივებს ასევე სერიოზულად აკონტროლებს იგივად კრემლი. ფოტოშორის სხვადასხვა კონფერენციებზე, საერთაშორისო კონფერენციებზე ჩემს სომეხ კოლეგებს არაერთხელ გულის ტკივილი უთქვიათ ამის შესახებ. და ამ შემთხვევაში ის რომ რუსული კომპანიები აკონტროლებენ სომხურ კომპანიებს, ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს სრული ეკონომიკური ინტეგრაცია სომხეთის რუსეთის ეკონომიკურ სივრცეში, იმიტომ რომ სომხეთს და რუსეთს საერთო საზღვარი არ გააჩნია. და აი აქ განსაკუთრებით მწვავე დადგა საქართველოს საკითხი. აზერბაიჯანის მიმართულება ბლოკირებულია სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გამო. ამიტომ აქტუალიზაცია მოხდა საქართველოს მიმართულების. საქართველოს ჩართულობა არის პირდაპირ გზა, თუ საქართველოსაც მოაქცევ ლიბერალურ იმპერიაში, შემდეგ აზერბაიჯანსაც ასასვლელი არ აქვს, მისი სატრანსპორტო არტერიები ყველაზე საქართველოზე გადის. და აქ განსაკუთრებით აქტიური ხდება რუსული კაპიტალის შემოსვლა საქართველოში, სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ. ანუ საქართველოში შეიქმნა ძალიან უცნაური სიტუაცია. ანტირუსული არტიკულაცია და იმავდროულად ყარების გახსნა რუსული ინვესტიციებისთვის. თქვენ ახლა რა ბრძანეთ, VTB ბანკი, ეს ასე იშიფრება Внешторг банк და VTB ბანკი თავი დროზე იყო გაერთიანებული ქართული ბანკი. ეს იყო ადრე სახელმწიფო ბანკი, შემდეგ პრივატიზებული და 2005 წლის იანვარში VTB ბანკმა, Внешторг ბანკმა რუსეთის, რომელიც 99% ფლობს რუსეთის ფედერაციის მთავრობა, მან იყიდა გაერთიანებული ქართული ბანკის აქტივების 51%. ანუ პრაქტიკულად საკონტროლო პაკეტი. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რა მოხდა? მოხდა კერძო ქართული ბანკის ნაციონალიზაცია რუსეთის სახელმწიფოს მიერ. ამას დასრულებდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება. ომსაც არ შეუშლია ხელი რუსული კაპიტალის შემოსვლისათვის. ომის შემდგომ გაფორმდა ხელშეკრულება ენგურხესთან დაკავშირებით, რომლის შინაარსი დღემდე უცნობია და ენგურხესის სტატუსი დღემდე არ არის ნათელი. არავინ არ იცის. სხვათა შორის არც ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გარკვეულა ენგურხესის საბოლოო სტატუსი. საზოგადოებისთვის თორე ალბათ ვიღაცაებმა იციან. 2011 წლის მაისში კიდე საქართველოს მთავრობამ ინტერნაუს ელექტროენერგეტიკის გიგანტს რუსულ კომპანიას მივიდა 2 ჰესი, ხოლო 3 ჰესის მშენებლობაზე ლიცენზია მისცა. ჯამური თანხით 113 მილიონ დოლარზე. ანუ პრაქტიკულად აი კონფრონტაციას, რომელიც არსებობს და განსაკუთრებით გამწვავდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ხელი არ შეუშლია რუსული კაპიტალის შემოსვლისათვის. ასე რომ აღმოჩნდა, რომ საქართველო არის რაღაც ასეთ გაუგებარ მდგომარეობაში. ერთი მხრივ ევრო ორიენტაცია, გარკვეული რეალისტური, მეტნაკლებად რეალისტური სურათი ეს მიღწევადია. მეორე მხრივ სინგაპური, რომელიც მხოლოდ არტიკულაციის დონეზე იყო და ღვთისმადლით ეს ჩვენ ვერანაირად ვერ შეგვეხებოდა და ეს მესამე ლიბერალური იმპერიაში საქართველოს ჩართულობა. ჩვენ არ არის საქართველოს სულად ლიბერალური იმპერიის შემადგენლობაში, მაგრამ საკმაოდ ჩართული ამ პროცესში, ამ სქემაში არის. ბუნებრივია, რომ დღეს ამ გასაყარზე დგას ქვეყანა და ამ გასაყარზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სწორედ გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. თუკი ჩვენ გვინდა რომ ყოველთვის მე ჩემს შეხედულებას გეტყვით. ესეც გემოვნებითი საკითხია. ის ვისაც რუსეთი უნდა, იმას ვერ აუხსნი, რატომ არა. ვისაც სინგაპური უნდა, იმას აუხსნი, ეს ცოდნითი საკითხია. ხოლო ევროკავშირი თუ რუსეთი ეს გემოვნებითი. ჩემს გემოვნებაში რა თქმა უნდა არის ის, რომ საქართველო იყოს ევროპული სახელმწიფო. გითხარით ხო, ევროკავშირში ვიქნები თუ არა არ ვიცი, მაგრამ ევროპული სახელმწიფო იყო. გამორიცხავს თუ არა ეს ურთიერთობას რუსეთთან.
და რა თქმა უნდა არა. და პირიქით, ძალიან ინტენსიურად უნდა ვითანამშრომლოთ რუსეთთან. უფრო მეტიც. საერთოდ დიდი გულის ტკივილით აღნიშნავ იმას, რომ პრაქტიკულად საქართველოში 1-2 არის და ისიც არაფრის თქმელი კვლევითი ცენტრი რუსეთის შესწავლის. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, ამერიკული იქნება თუ ევროპული, ყველა უნივერსიტეტში არის სპეციალური ცენტრები. Russian studies, Russian and Eurasian studies. ანუ სპეციალური კვლევა ხდება. ჩვენ ამხელა მეზობელი გვყავს, რომელიც საკმაოდ აგრესიულად არის ჩვენს მიმართ გაწყობილი. მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიები. მისი შესწავლა არ ხდება. ჩვენს ახალგაზრდა თაობაში რუსული ენის მცოდნეთა რიცხვი ძალიან მცირეა. ითვლება ეს აღჭირდება. რისთვის აღჭირდება? უნდა ვიცოდეთ თუნდაც იმ ცუდს, რასაც ფიქრობენ ჩვენზე, ვიცოდეთ ბოლო-ბოლო რას ფიქრობენ. თუ სიღრმეების პოზაში უნდა ვიყო, თუ არ ვიცი, ესე იგი პრობლემა არ არის. მე თუ ვერ ხედავ, საფრთხე არ არის? საფრთხე სწორედ მაშინ არის, უფრო მეტი, როცა ვერ ხედავ, არ მესმის. აი ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ბუნებრივია მეკითხარით, რომ ჩვენი ქართული მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი რუსეთში მოღვაწეობს და ეს პროცესი ასე გაგრძელდება. მაგრამ კაფიოდ განსაზღვრა ქვეყანა საერთოდ მიდიოდეს აუცილებელია. და იმავდროულად დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, რომ საქართველოს კიდევ ერთი მიმართულებით გაზარდოს თავისი ექსპორტი. ეს ექსპორტი არის რუსული ბაზარი. მე არ ვარ ის რომანტიკოსი, ამ უტოპისტი, როთვლიდე რომ რუსული ბაზრის გახსნა შესაძლებელია უახლოეს ხანებში 2005 წლის დონეზე. შეუძლებელი. და ამას თვითონ რუსი ექსპერტებიც, რომლებიც საკმაოდ პოზიტიურად არიან საქართველოს მიმართ განწყობილი, ისინიც აფიქსირებენ, რომ რუსული ბაზრის გახსნა მოხდება დოზირებულად. იმიტომ რომ რუსული ბაზრის დაკეტვა გახსნა უფრო პოლიტიკური თემაა, ვიდრე ეკონომიკური თემა. მაგრამ შეიძლება თუ არა ჩვენ ეს რესურსი არ გამოვიყენოთ, შეცდომა იქნება. თელ მსოფლიოს უნდა დიდ ბაზრებზე შესვლა და თუ რა შესაძლებლობაც გვექნება, იმ შესაძლებლობით უნდა შევიდეთ. სწორედ იმიტომ რომ თუნდაც უარყოფითი გარემო სავაჭრო ბალანსი რამენაერად გავაუმჯობესოთ. ექსპორტის და ყოველთვის არის ჩვენი ქვეყნისთვის და ნებისმიერი ქვეყნისთვის ეკონომიკის განვითარების. ასე რომ ეხლა აი ეკონომიკის ამ არჩევანზე წერტილს დავსვამ. ეხლა კითხები და მე აი საუნივერსიტეტო და უმაღლეს განათლების რეფორმაზე თუ გაგწურული და თუ არ ხარ დაღლილები გესაუბრებით. აი მოდით სულ ბოლოდან დავიწყოთ. აი ეს სტრატეგიულ ობიექტებს მიდიხოს რუსეთი და რუსული კაპიტალის შემოწმის, ხო? აი ქვეყანას საჭიროების შემთხვევაში ხო შეიძლება მიიღოს რაღაც ექსკლუზიური გადაწყვეტილება, რომ ჩამოართვას ან რაღაც მომენტში შეზღუდოს ისე გამოყენება ან ყველაფერი დამოკიდებულია ხელშეკრულებაზე. როგორი არის კონკრეტულ შემთხვევაში თითოეული ხელშეკრულება. მაგრამ რუსეთის მედიცინა ხო შეუძლია უბრალოდ დაარღვევს ყველაფერი და მიიღოს გადაწყვეტილება. იცით რა? ქვეყანა ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავა კონსტიტუციის ჩარჩოდან. როგორც კი გავა კონსტიტუციური ჩარჩოდან, უკვე ეს სახელმწიფო არ არის. ამიტომ ჩვენ მე არ ვარ იურისტი, რომ ამაზე სრულყოფილად გიპასუხოთ, ჯობია ამაზე გესაუბროთ იურისტი, მაგრამ ერთი რამეა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე მძიმე მომენტშიც ჯობია ცუდი, მაგრამ მაინც კონსტიტუციური ნორმა დაიცვა, ვიდრე იყო კანონმდებლობის მიმართ ნიჰილისტურად განწყობილი. იმიტომ რომ გამართლება რომ დღეს ქვეყნის უსაფრთხოებას ეს სჭირდება, ეს ყველაზე საშიშია. იმიტომ რომ თუ ქვეყნის უსაფრთხოებას რამე სჭირდება, ეს პირველ რიგში კონსტიტუციაში ავსახოთ, კანონში ავსახოთ და მე ის დავიცვათ. იმიტომ რომ ნებისმიერი გადახრა მე მმართველისთვის არის გამართლება. ხო, ქოთანს საიდანაც უნდა ყურს იქითკენ მიაბამს, ენას ძვალი არ აქვს. რაც გაუხარდება იმას მოიტანს არგუმენტა და იმას გააკეთებს. ამიტომ ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. მე ერთ-ერთ ასეთ მომენტს გავიხსენებ, პრეზიდენტი ბუშის ადმინისტრაცია დროს რამდენიმე ნავმისადგომის პრივატიზაციის თემა ედგა, გაფრთხილის თემა ედგა და როცა გაირკვა რომ არაბულ კომპანიებს უნდა ეყიდა, მიიღო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება და ეს პროცესი შეაჩერა. რა, მტრული კომპანია ყიდულობდა არა, მაგრამ ჩათვალა რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედის. მსგავსი არის გამოყენებული იტალიის მთავრობის მიერ, პორტუგალიის მთავრობის მიერ, როდესაც ჩათვალეს რომ რაღაც პროცესში შეიძლება ისეთი ქვეყნიდან წამოსულიყო ინვესტიციები, წამოსულიყო კაპიტალი, რომელიც ამ ქვეყნების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და მათ ეს პროცესი უბრალოდ შეაჩერეს.
ხოლო თუ მიყიდი, მე უკვე მოქმედებს ის შეთანხმებები, რომელიც არის მოცემული ქვეყნის კონსტიტუციით და ის შეთანხმება, რომელიც არის ამ ხელშეკრულების ამ ყიდვა-გაყიდვის აქტისას დადებული და მხოლოდ მის ჩარჩოებში უნდა იმოქმედა. თუ კი გინდა რომ იყოს სამართლებრივი სახელმწიფო. დიახ. მე მაინტერესებს. აქ სოფარს ბოლოს. მაგრამ ცოტა დრო დაგჭირდა ძალიან ალბათ. ისმენ. ანუ თქვენ ესეთ ექტორად მოიაზრეთ ევროკავშირი და მათ ასე ვახსენეთ ნატო. ანუ ეს ორი გასაგებია ევროკავშირი გასაგებია, მაგრამ ნატოში შესვლა ხოლმე გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვარიულობ ხარ აფხაზეთზე და საფრანგეთზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს შეიძლება კი ბატონო, ძალიან საინტერესო შეკითხვა. აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. თქვენ ნახავთ არაერთ ექსპერტს, რომელიც გეტყვით, რომ ნატოში შესვლა ნიშნავს აფხაზეთზე და ოსეთზე უარის თქმას და იმავდროულად ნახავთ იმ ექსპერტებსაც, რომელიც გეტყვით, რომ არსებობს ის სქემები, როგორ შეიძლება რომ ჩვენ უარი არ ვთქვათ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოსეთზე ავაღიაროთ მათი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და მაინც გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა. პრობლემა სხვა რამეშია. თვითონ ნატო არ იძლევა მკაფიო სიგნალს ამასთან დაკავშირებით. რომ დავუშვათ, კი არის რომ აი ერთ დღეს გაიცნება ნატოს კარები. რომ არავის არ დაუყურავს ნატოს კარები. კი ბატონო, ეს ვიცი, ეს გავიგე. ეს გვაკმაყოფილებს. მაგრამ რას ნიშნავს რომ ერთ დღეს გაიცნება? ეს გახსნა რა პირობებით მოხდება? ამაზე ჯერ თვითონ ბრიუსელიდან ჩამოყალიბებული ინფორმაცია არ არსებობს. იმავდროულად აი ძალიან წავე დადგა 2008 წლის ომის შემდეგ ასეთი საკითხი, როგორი მოდელით უნდა განვითარდეს სახელმწიფოებრივი მოდელით უნდა განვითარდეს საქართველო. და აქ გამოიკვეთა სამი შესაძლო სცენარი. საქართველოს სახელმწიფოს განვითარება ფინური გზით, საქართველოს სახელმწიფოს განვითარება სერბული გზით და საქართველოს სახელმწიფოს განვითარება კვიპროსული გზით. რას ნიშნავს ფინური გზა? რუსეთმა მოახდინა საბჭოთა კავშირმა უბრალოდ ფინეთის ტერიტორიების ოკუპაცია, ეს ახლა კარელია რასაც ქვია, ეს არის ოკუპირებული, მაგრამ ფინეთს არ ქონია პრეტენზია მისი დაბრუნების და მათ დახუჭეს ამაზე თვალი და ძირითადად კონცენტრირებული იყვნენ სახელმწიფო მშენებლობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, დემოკრატიის განმტკიცებაზე. დღეს ის ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა ევროკავშირის შემადგენლობაში. და ხშირად ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე რუსი ექსპერტებიც კი საქართველოს ამ ომის შემდეგ ასეთ რამესაც კი გვირჩევდნენ. ზეპასო მეგობრებო, გინდათ ნატო. აღიარეთ რა სოხუმის და ცხინვალის დამოუკიდებლობა და აგერ არის ფინეთის შესანიშნავი გამოცდილება. ხვალ შეხვდათ ნატოში, ნატოს შესვლის შემდეგ გაგვიარებდებათ ევროკავშირში განვითარდებით და ეს გზა ისტორიაში არის აპრობირებული. ანუ მოხდეს საქართველოს ფინეთიზაცია. წარმოგიდგენიათ ახლა დღეს რომ საქართველოში ვინმე საქართველოს ფინეთიზაციაზე ილაპარაკოს და ეს რეალისტური იყოს. შეუძლებელი. არის მეორე საფრთხე, სერიოზული საფრთხე. საქართველოს სერბეთიზაცია. სერბეთი კოსოვოს თემატიკა პრობლემა კარგად ის პრობლემატიკა. ანუ იმისთვის რომ საქართველოს როგორც ახლა სერბეთს სტაუზობენ ცოტა უფრო სუბუქ ჟანრში გეტყვით ქიშმის და ლაბლაბოს რომ აგერ ევროკავშირში შემიგიღებ აგერ იმას გიზამ ამას დაგეხმარები ამ ხელად ახებს მოგცემ ოღონდ დავამწვავებ კოსოვოს თემატიკას. ანუ თაფლაყერის და მატრახის თემა. მოდი დაგეხმარები ფინანსურათაც რაღაცას ხელშეგიწყობ, ნუ გამწვავებ ახლა ამ კონფლიქტურ საკითხებს, არ გვჭირდება ჩვენ ეს. ანუ ეს გზა არსებობს. სერბული გზა განვითარების და მესამე კვიპროსი. კვიპროსი ჩრდილოეთი ნაწილი 30 წელზე მეტი ოკუპირებულია აქ თურქეთს. ნიკოზი არ აღიარებს ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობას, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია კვიპროსის გაწევრიანებაზე ევროკავშირში. ანუ კაფიო მაგალითი ის კითხვა თქვენ რომ დამისვით ნატოსთან მიმართებაში, რომელზედაც კაფიო პასუხი არ არის, ევროკავშირთან მიმართებაში არის კაფიო პასუხი, ამის საუკეთესო მაგალითია კვიპროსი. თუ კვიპროსი შეიძლება, რატო არ შეიძლება მაშინ სხვა? და თუ ეს ასია,
მაშინ რატო არ შეიძლება ეს გარკვეული მოდელი გახდეს სახელმწიფოებრივი განვითარების, მე ეკონომიკას არ გულისხმობ, სახელმწიფოებრივი განვითარების, რომ ერთი მხრივ საქართველოს იყოს ევროპული ოჯახის წევრი და მეორე მხრივ იმ პრობლემებზე, რომელთაც ქვეყნისთვის არის მწვავე და ეს არის დაკავშირებული დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ის დარჩეს ღიად ისე, როგორც არის დარჩენილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებრივობაში. სულ ბოლოს ერთი კარგი სტემა გვაქვს ძალიან დარჩენილი. კი ბატონო, გესმენთ. ცოტა კითხვები ან მოკლედ დავსვათ, ან გავაერთიათ. დისიარება? რომელი? იუმორი განავითარებს შეუნარჩუნებს. ეხლა იმით იქ პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი ჩავადა თეატრებს სახეობებს დაახვადრებენ, რომ ეს არის სოფელიო, ასე ვერ განვითარდება, ხო? რაც შეეხება პირველ კითხვას და მე მეორეზე დავუბრუნდები. პირველი კითხვა არის ძალიან სერიოზული. არის ეს განათლების და ჯანდაცვის სფერო. სერიოზული სოციალური სფერო, ძვირი სფერო, მაგრამ აი სახელმწიფო ჩარევა, აი საბანი სადამდეც გაგრძდება, იმდენი უნდა იკმავა. ახლა მარტო იმაზე მიშვება ამ სფეროების, რომ ადამიანებს რა შემოსავალიც აქვთ და დაესაბაზრო კონკურენციამ გადაწყვიტოს. ეს შეუძლებელი არის ელემენტარული საკითხები, რომელიც სამწუხაროდ სწორედ ვერ წყდება. როცა საზოგადოებაში არის ნიჭიერი ახალგაზრდობა, ხოლო უცებ ისმის ასეთი რამ, რომ 10,000 სტუდენტი რჩება უმაღლეს სასწავლებლის გარეთ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სწავლის საფასური ვერ გადაეხადეს. ეს უკვე სიგნალია, რომ რაღაცა სწორედ არ არის მოწყობილი. ახალგაზრდა უნდა რჩებოდეს უმაღლეს სასწავლებლის გამო, თუ ის არის ჩამორჩენილი. ან რაღაც ისეთი ცუდი ჩაიდინა, რომ